მერი არ არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა გამოცვლის შესაძლებლობა, ეს ერთი და ამავდროულად რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც არის დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეში. რატომ არ განმარტეთ თქვენ ღირსება აქამდე, რომ დაზარალებულის ხელმძღვანელი და იმ დაზარალებულის, რომლის ინტერესშიც არის ამ საქმის დამთავრება პირდაპირ თქვათ, არის თქვენი მეგობარი. აქამდე ეს განმარტება რატომ არ გააკეთეთ? ხარეებისთვის. გამარტო უკვე თუ არა, ხო, და მე შუამდგომლობას დავაკეთე. იქნებ ისე მარტავთ, რომ შუამდგომლობა ჩამოყალიბეთ ერთ საკითხზე, რომ რა თქმა უნდა, მეგობრობას აქვს თავისი ფორმატი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქმესთან დაკავშირებით ვინმეს ვესაუბრები. ეს თქვენი მოსაზრებაა თუ სადმე წერია? სადმე წერია აცილების საფუძვლებში. ასე ვთქვათ, მოქმედების და აცილების საფუძვლებში, ბატონ ლაშა. აცილების საფუძვლებში წერია, რომ უბრალოდ ახლო მეგობრობა ხარემ უნდა მიიღოს თქვენი მტკიცების თანახმად, რომ არ ნიშნავს იმას, რომ საქმეზე საუბრობთ. მე როგორ უნდა ვიყო ამაში დარწმუნებული, ანუ ჩემი შინაგანი რწმენა როგორ უნდა იყოს ამას? და ბატონიკა ნებისმიერი მოსაზრება ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გაქვს, თუმცა იმ ნაწილში მე რა განმარტეს, ჯერ ერთი მოდი ჩამოყალიბდეთ იმ საკითხზე ბატონი ზაზა მოწმეთ რა ფორმატში იყო ჩართული სისხლის სამართლის საქმეში, შეგახსენებთ ეს იყო მოცემულობა, რომ სასამართლო განჩინებით მასთან მივიდნენ და მან მონაწილეობა მიიღო რაღაც ამოღებაში თუ არ ვცდები. ბატონო მოსამართლე, მე ვიცი ჩემი მოწმე, რომელიც უდავოდ მიცნა პროკურატურამ და კიდევ გეუბნებით 23 მოწმის მოხსნა უდავოდ ცნობის საფუძველზე აბსოლუტურად უკანონო ქმედება იყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს საქმესთან ერთად გასაჭირდება. მე სხვა რაღაცის გამო შეგახსენეთ ეს, რომ თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, რომ ზაზაგველისიანი რა პოზიციას იკავებდა. ამ დროს იყო მოწმეთა ნუსხაში. შესაბამისი მითითებით. ანუ არ იცნობდით საქმის მასალებს, ზაზაგველისიანი უდავოდ ცნობაზე რო იმსჯელეთ, საქმის მასალებს არ იცნობდით, იქ პოზიცია რო ეწერა, ვინ არის ზაზაგველისიანი და ასე. თქვენი მეგობარი ვერ ამოიცან. დიახ, ვერ ამოიცანით თქვენი მეგობარი საქმეში მოწმეების ნუსხაში? და მე რა შვაში არის ეს? დაუშვათ განმარტება რატო არ გაგვიკეთეთ თქვენ ღირსება? საჭირო მაგ თემაზე განმარტება. რას ნიშნავს არ არის საჭირო? რომ ჯერ ერთი მოწმე რა თემაზე უნდა დაკითხულიყო და რა მოლოდინი რა მნიშვნელობა აქვს? არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონონიკა. ჯერ ერთი რაში უნდა მიიღო მას მონაწილეობა და რა მოლოდინები არსებობდა სასამართლოსთვის, რომ ის სავარაუდო რაჩვენებას მისცემდა. ანუ კარგი, მოდი მაშინ ესე. ხოლო იმ პროცედურულ მოქმედებებზე რაშიც მან მონაწილეობა მიიღო. კიდევ ერთხელ გიმეორებ, თქვენ ღირსება მოწმეთა ნუსხაში, როდესაც ამოიკითხეთ თქვენი ახლო მეგობრის სახელი და გვარი. იყავით თუ არა ვალდებული, რომ ხარეებისთვის განგემართათ, რომ მოწმეებში იმყოფება და ესა და ეს პირი, რომელიც არის ჩემი ახლო მეგობარი და გთხოვთ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ესე ჩამოყალიბეთ ბატონიკა, ჯერ ერთი მოწმესთან დაკავშირებით მე არანაირი ვალდებულება არ მაქვს, განმარტება გავაკეთო, იმიტომ რომ მოწმე არ არის მოსთან ავსაუბროთ. დადგებოდა ეგ საკითხი დაუშვათ და თეორიულად თუ პრაქტიკულად ბატონი ზაზა გამოცხადებოდა მოწმეთა საკითხი. განმარტავდით. შესაძლოა ამ განმარტებას. კარგით, ეს საკითხი რატომ არ დადგა? ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა და მე გავაგრძელებ. რატომ არ დადგა და იმიტომ რომ ბრალდების მხარემ სხვა მოწმეებთან ერთად ის პროცედურა, რაშიც იღებდა ბატონი ზაზა მონაწილეობას, ასე ვთქვათ, როგორც დაცვის მტკიცებულების ფორმატში ცნო უდავოდ. ანუ თქვენ პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, თუმცა ერთი პრეცედენტი არსებობს, თურმე ისიც ერთი მოსამართლე განსხვავებულ აზრზე დარჩა სააპელაციო სასამართლოში. ბრალდების მიერ უდავოდ ცნობის საფუძველზე დაცვას მოუხსენით, მოდი ეფექტურად ასე ვთქვათ, უდავოდ იცნოთ თუ რაც იყო მნიშვნელობა არ აქვს 23 მოწმე. ამას ვაფიქსირებ იმისთვის და ზუსტად ხვდები, ეხლა უკვე ხვდები რა იყო მიზანი საზაგველისიანი საკრა გამოცხადება, იმიტომ რომ ეს საუბარი არ შემდგარება. კარგი, შუამდგომლობა მოკლედ თქვენი აცილების შესახებ, როგორც უკვე ხვდებით. შუამდგომლობის მოთხოვნა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის განაცილებული იქნეთ, ვინაიდან არსებობს გარემოება, რომელიც საერთოდ ხდის თქვენს ობიექტურობას და მიუკერძოებულობას. მოთხოვნის დასაბუთება არის შემდეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59 მუხლის პირველი ნაწილის ექვე პუნქტის თანახმად მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში თუ არსებობს გარემოება, რომელიც საერთოდ ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებობას. მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოება წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის უმნიშვნელოვანეს ფუნქციონალს და ამის გარეშე მართლმსაჯულება უბრალოდ არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მატერიალურად შემდგომ ინსტანციის მიერ შეფასდა გადაწყვეტილება სწორად გაუქმების საფუძველს მაინც წარმოადგენს მოსამართლის მიკერძოება. მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ სასამართლოს შეუძლია პირადად მე და სხვა ბრალდებულები დაარწმუნოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც კი არ კმაყოფილება მოგვაროს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ შინაგანი რწმენა ჰქონდეს, რომ მათ წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი შეიძლება შეცდომით დამდგარი განაჩენია, მაგრამ ობიექტური და მიუკერძოებელი მსჯელობის შედეგია, რაც შეიძლება შეცდომაც იყოს. ამ შემთხვევაში შინაგანი რწმენა ჩვენ ვერ გვექნება, რომ თქვენ ობიექტურ განაჩენს დააყენებთ და იმ შემთხვევაში თუ ეს განაჩენი თუნდაც გამამტყუნებელი იქნება, ეს იქნება შეცდომით გამოტანილი განაჩენი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მიზანმიმართულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას აპირებთ და ამას ვასაბუთებთ სწორედ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად ყველა ადამიანს აქვს უფლება მისთვის აყენებული ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ჰქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვა თავისუფლად მოიცავს არა მხოლოდ ობიექტურ მხარეს, არამედ სუბიექტურ მხარესაც, რაზეც ჩვენ საუბრობდით. ობიექტურ მხარში მიკერძოება ან მიკერძოება ან არაობიექტურობა, ხო? რაზეც ჩვენ საუბრობთ. ეს შესაძლოა იქნეს დადასტურებული ობიექტური მტკიცებულებებით, მაგალითად აუდიო ჩანაწერებით, ფირებით და ასე შემდეგ. მაგრამ სწორედ აქედან ამის თავის ასარიდებლად საერთაშორისო კონვენციით რეგულირებულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა შემდეგი, რომ სასამართლო არა მხოლოდ ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს, რაც ობიექტური ტესტი, არამედ არსებობს სუბიექტური ტესტი. სასამართლო უნდა გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი. საზოგადოების და პირველ რიგში ბრალდებულების თვალში, სასამხარეების თვალში სასამართლო უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი. აი ამ ფოტოს და კიდევ სხვა ფოტოებს გიჩვენებთ. შემდეგ თქვენი განმარტების შემდეგ, რომ საზოგადოებასთან დაკავშირებით თურმე საჭირო არ იყო განმარტებები და არც იცით რა პოზიციაზე რაც ტყუილია, ბოდიში მე შემიძლია ესეთ შეფასებები გავაკეთო ამ შემთხვევაში, თორე საცილების შუამდგომლობაა, კიდევ წინასწარ გიხდით ბოდის. Qoștaș mengoni arătuilia, nimitor mis Facebook-ზე ხართ წარმოდგენილი და პირდაპირ უწერია Facebook-ს და ასე პოსტს კი არა და რაც ქვია ინფორმაციაში რომ ზუსტავიოს გენერალური დირექტორია. თქვენ ვერ არათუ არ ობიექტური და მიუკერძოებელი არ ხართ, ანუ ობიექტურ ტესტსაც ვერ გადიხართ, მაგრამ ვერც სუბიექტურ ტესტს ვერ გადიხართ, ასეთად არ გამოიყურებით არც საზოგადოების თვალში, არც მხარეების თვალში. პირადად ჩემთვის აპრიორი თქვენი გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ იქნება მისაღები. აპრიორი ვერ იქნება მისაღები, იმიტომ რომ მე თქვენი არ მჯერა და მაქვს ამის საფუძველი რომ არ მჯეროდეს, მაქვს ამის სწორადი საფუძველი. გასაგებია რომ მხარებს შეიძლება ბოროტად გამოიყენოს ესეთი შინაგანი რწმენა, თქვას ნებისმიერ შემთხვევაში რომ შინაგანი რწმენა არ მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორადი საფუძველი მაქვს იმის დასასაბუთებლად თუ რატომ მაქვს ასეთი შინაგანი რწმენა და ნამდვილად მაქვს ასეთი შინაგანი რწმენა. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა განხორციელდეს ევროპული სასამართლო სტანდარტი, არამედ უნდა ჩანდეს რომ განხორციელდა. ეს სწორედ სუბიექტური ტესტია მიუკერძოებლობის. მოსამართლის მიუკერძოებლობის გარეგნულად გამოხატულებასა და საზოგადოების მხრიდან მის აღქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს თქვენთვის ცნობილია რომ გვინდა ეს თუ არ გვინდა, მე ვაცხადებ ამას და თქვენ ეთანხმებით თუ არა, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური საქმეს არ ვიტყვი. მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სადღაც პოლიტიკური კონტექსტის საქმე ერთმნიშვნელოვნად არის, ამ დიდი ხანია ეს სახე მიიღო, ამგვარად თქვენი მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება ამ ახნის თვალსაზრისით პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეში და მოცემულობაა რომ ეს საქმე პოლიტიკურად სენსიტიურია, თუნდაც ჩემი ასე ვთქვათ სტატუსიდან გამომდინარე.
მოსამართლის მიუკერძოებულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საკითხი უნდა გადაწყდეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სუბიექტური და ობიექტური ტესტების გამოყენებით, ოღონდ კუმულატიურია ეს ტესტები. შესაბამისად, ერთი უბრალოდ კუმულატიური კი არ არის, ურთიერთდამოკიდებულია, ანუ ყველა საჭირო არ არის ერთად იყოს. ერთ ტესტს მაინც თუ ვერ გადის მოსამართლე, იგი უნდა იქნეს აცილებული. ანუ მაგალითად, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, თუ იგი შინაგანი წმენდა, ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანის, როგორც ამბობენ, ხო, როგორც დაყრდნობა ხდება, არ მხარეებისთვის არ და ვერ დატოვებს მიუკერძოებლის, ანუ ოპტიკას ასე ვთქვათ, არ გამოიყურება როგორც მიუკერძოებელი, იგი უნდა იქნეს აცილებული. თუნდაც თulides რომ იგი არ არის მიკერძოებული და თუნდაც მართლა არ არსებობდეს ფაქტი მიკერძოების, თუ გამოიყურება საზოგადოების თვალში. მეც მგონია რომ ამ ყველაფრის შემდეგ საზოგადოების თვალში თქვენ ვერაფრით ვერ იქნებით, მე ჩემსაც ვამბობ, რა თქმა უნდა, განსაცველი თქვენია, ვერაფრით ვერ გამოჩნდებით როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ამას დავასაბუთებ რატომაც. მაგრამ მატერიალური საფუძვლებიც აქვს, ჯერჯერობით სუბიექტურ საფუძვლებზე ვსაუბრობ. ასე ისწავლია რომ სამოსამართლო ქცევის იცით თქვენ რომ ბანგალორის ქცევის პრინციპები არსებობს. ბანგალორის ქცევის პრინციპების 2-3 პუნქტის თანახმად მოსამართლე გონივრულობის ფარგლებში უნდა მოიქცეს ისე რომ მინიმუმამდე დაიყვანოს იმ შემთხვევათა რიცხვი, როცა საჭირო გახდება მისი ჩამოცილება საქმის განხილვის ან გადაწყვეტილების მიღებისგან. ეს არის პროცესი ეკონომია, ბუნებრივია და მხარემ სამდა მიეცეს შესაძლებლობა რომ ბოროტად გამოიყენოს ასე ვთქვათ აცილებების შუამდგომლობები. თუმცა ამავე პრინციპების 2-5 მუხლით პუნქტით განსაზღვრულია რომ მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებულად, ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს, აი საშუალო average reasonable persons, რასაც ქვია ინგლისურად, გონიერ დამკვირვებლებს უყურეთ როგორი დაშვებითი პრინციპია ბანგალორში გაწერილი, რაც თქვენთვის ამოქმედო პრინციპია მოგეხსენებათ. როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს ხას უსვამ, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებად განხილვის უნარი. ასეთი შემთხვევები მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ისეთი საქმეებით, რომლებშიც მოსამართლე რეალურად გადახრილია ან წინასწარგანწყობილია რომელიმე მხარის საწინააღმდეგოდ. ან კიდევ უშუალო ხაზს, ჩემთვის პირველი ორი ცხადია, მაგრამ ან აქვს პერსონალური ინფორმაცია სადაო ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ გეკითხებოდით თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს მეგობართან და თქვენ მეუბნებით, რომ არ ცვლით ამ ინფორმაციას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ვერც თქვენ დაადასტურებთ, რომ არ ცვლით, ვერც მე დავადასტურებ, რომ ცვლით, იმიტომ რომ იქ არ ვიმყოფებოდი და ჩანაწერები არ გამიკეთებია, მაგრამ თქვენი ურთიერთკომუნიკაციები, ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა საკითხებზე პირდაპირ აღზრავს ეჭვს, ეს მოიცავს ამასაც და ეს ეჭვი ჩემი მტკიცების ტვირთი ამ ეჭვზე არ არის. ბანგალორის პრინციპი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ვითარებაში, როდესაც თქვენ გაქვთ პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა და საქმეზე ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, საშუალო მიუკერძოებელი პირის თვალში თქვენ არ გამოიყურებით, სულ მცირე. არ გამოიყურებით როგორც მიკერძოებული, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამხოლოდ ამ სუბიექტური ტესტის, არამედ ობიექტური ტესტის პრობლემაც გაქვთ, ანუ არ ხართ მიუკერძოებელი. ბანგალორის პრინციპების მეოთხე წესი დადგენილია, რომ წესიერება და წესიერების გამოჩენა არის არსებითი მოსამართლის ყოველგვარ საქმიანობაში. ამიტომაც კითხეთ, რომ ჩემი აზრით არამხოლოდ თქვენი სამოსამართლო ვალდებულებები და ეთიკა, არამედ წესიერებაც მოითხოვდა, რომ დამატება მიგვეღო მხარეებს და გსურნოდა თქვენი და ბატონ გველისიანის ურთიერთობის შესახებ. წესიერება ასევე მოითხოვდა, მე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მე არ მინდა რომ მიიღოთ შეურაცხყოფა აცილების შუამდგომლობა, ამიტომ თავისუფლებას მისცემ სუბიექტური შეფასებების. წესიერება მოითხოვდა ჩემს მიერ დღესდასმულ შეკითხვაზე, რა თანამდებობას იკავებს თქვენი ბავშვობის უახლოესი მეგობარი, რომელთანაც თქვენ დღესაც გაქვთ კომუნიკაცია და მე ვთხოვ, რომ დიიტომ აღნიშნული ფოტომასალა გამოფინოს და ბოლო როდის არ იცით რა თანამდებობას იკავებს სადღაც ტელევიზიაში, ასე მიპასუხეთ. ჩაძიების შემდეგ არა, სადღაც ტელევიზიაში ჯერ მითხარით, მე მითხარით, რომ თანამდებობა არ იცით
მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში ეს თანამდებობა, მე მითხარით, რომ რუსთავიორთან დაკავშირებით არის რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ წინა დაკითხვაზე სალია თქვა ამას, რა პოზიციაც უჭირავს, თუ შეიძლება დავაკვირდეთ ფოტოებს. ეს როდინდელია დიტო რომ გამომართოთ ეს ფოტო. ეს დაახლოებით არის 4 წლის ან 3 წლის კანდელი. აჰა. ზუსტად ვერ მეკითხეთ ალბათ. ო, ალბათ 3-4 წლის უკან. რა, დიახ, შემდეგი თუ შეიძლება. აი აქ რა ვითარება ხო არ მეთქვით? ეს არის ბავშვის ნათლობა ზაზასი თუ ზუსტად. ნათლია ხართ ბავშვის? არა, ხართ ნათლია. ანუ გასაგებია და იმყოფებით როგორც სტუმარი. ესე ბატონ ველისიან რუსთავის მოქმედი დირექტორი. ხო სწორია, გვერდით ვინც იდგათ. აი ვიზეც ხელი გაქვთ გადახრეული. ამ ეტაპზე ამ სურათში არა, ამ ეტაპზე ხელი ვიზეც გაქვთ გადახრეული, ეს ხონძაზე გვერდისიანია. კი ბატონო. ამ სურათში დირექტორია ისე რომ იცოდეთ. მეგობრებთ, აი თარიღი ნახოთ თუ შეიძლება. მე გადავამოწმო. ეს სურათი არის 2019 წლის 6 ოქტომბრის კი, დაფარული და ის კი, ის არის ანუ ჩვენ რაც ვისმინეთ, თქვენ საკურატებოდ ვამბობ, ჩვენ რაც ვისმინეთ, მოწმე სალიასგან, რომ მან მიიღო ოდიშელიძისგან ინფორმაციები სინამდვილეში, პასუხისმგებელი ეს არის კომერციული დირექტორის მისაწოდებელი ინფორმაცია, რომელიც აკონტროლებს რუსთავიაში ფინანსებს და კომერციულ მხარეს. მისი ინფორმაციები და შესაბამისად ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მოთხოვნა დაფუძნებულია ზაზა გველესიანის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე. აი სადაც წერს სალიარო აღმოაჩინა ეს დაახსარეთ სისხლის სამართლის საქმე გვარამიაზე, ეს ინფორმაციები მისთვის მიწოდებულია თქვენი ბავშვობის მეგობრის ზაზა გველესიანის მიერ, რომელიც ხისიერად დაინიშნა მაშინ რუსთავის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ, რომელიც კომერციულ და ფინანსურ საკითხებს ითავსება. დიახ. ამ საქმის არის კომერციული ნაწილია ბატონო მოსამართლე. იმასაც შეგახსენეთ, რომ მე არც ერთი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ. დიახ, ეს რელევანტურია. ნახავდი ანუ თქვენ არ სარგებლობთ მეგობართან აბა რა ფორმით ხელის გადახოვების ფორმით სარგებლობთ, ხოლო თანამდებობა არ იცით, სოციალურ ქსელში არ იცით, რა ფოტოებს არ იცით, რა ფორმა გაქვთ ურთიერთობის? ამ ურთიერთობას მე ჩემთვის გავეტოვებ ბატონო. როგორ მნიშვნელოვანია ჩვენ იქნება შეიძლება მოგვიანებით აღმოჩნდეს რომ თქვენ ახლონათაც საუბრით ხართ. კი, ათეს ხო, შეიძლება ის აღმოჩნდეს, არ ვიცით, იმიტომ რომ თქვენ გამარტენა ამასთან დაკავშირებით არ გაგიკეთებიათ აქამდე და უნდა გაგიკეთებიათ ჩემს მარცხნივ. ხო, რა თქმა უნდა, მე ჩემს შეფასებებით საუბრობ. მოსამართლემ არ უნდა დაუშვას, რომ ის ოჯახურმა, სოციალურმა ან სხვა ურთიერთობებმა არაჯეროვანი ლაივი მიმდინარეობს და ან არა, ასინქრონია ვერ მიმდინარეობს ლაივ გამორიცხული. ერთწუთიანი სხვაობაა და ჩვენ ვიცავთ ნორმის დავაზუსტოთ ეს ნაწილიც რომ არ იყოს. დიახ, მოსამართლემ არ უნდა დაუშვას, რომ ისმა ოჯახურმა, სოციალურმა ან სხვა ტიპის ურთიერთობებმა არაჯეროვანი ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლის ქცევაზე ან სამოსამართლო გადაწყვეტილებაზე და ამაში იგულისხმება ასევე სუბიექტური ფაქტორი, ანუ არ უნდა დაუშვას, რომ ამგვარი აღქმა დაშვების დონეზე აღქმა, ნახეთ კიდევ ერთხელ გიკითხავთ ბანგალორის პრინციპებს, დაშვების დონეზე აღქმა, ანუ არ უნდა მოეჩვენოს კიდევაც საზოგადოებას, აი მე მინდა უბრალოდ მე ექსპერიმენტის სახით ვიკითხო, არ უნდა მოეჩვენოს კიდევ საზოგადოებას, რომ თქვენ ამ საქმეზე ინფორმირებული ხართ რაღაცა სხვა წყაროთი. შეუძლებელია, როდესაც ამდენი ამხელა ურთიერთობის სამსახურ მასალას ჩვენ ახლა ვიძლევით და აღმოჩნდა თან თუ ბავშვობის მეგობრები ხართ და თან აღმოჩნდა რომ არაკეთეს ინდისიერად გააკეთეთ ამ განმარტებები ფაქტის დასამალად ჯერ ერთი საერთოდ არ მოდი ჩემ შეფასებებს არ შევთანხმდით. ჯერ ერთი საერთოდ არ გაამხილეთ თელი ამ ორი წლის განმავლობაში ეს გარემოება და ამას გარდა დღესვე არაკეთეს ინდისიერად ცდილობდით რომ დაგემალოთ რომ იცით რომ საერთოდ რუსთავიაში მუშაობთ, მე ვთქვით რომ არ იცით რა თანამდებობაზე მუშაობ და ბოლოს მიხვედით თქვენ თვითონ იქამდე რა თანამდებობაზეც მუშაობს. ამიტომ ვერ ვისაუბრებთ იმას დღევანდელი სხდომიდან გამომდინარე, გამორიცხულია რომ თქვენ მიუკერძოებელი ჩანდეთ საშუალო დამკვირვებლის სკოლაში და არც ხართ მიუკერძოებელი ამას გარდა.
ბანგალორის პრინციპების თანახმად მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს და არც სხვა ასარგებლოს სამოსამართლო პრესტიჟით მოსამართლის ან მისი ოჯახის წევრების ან ვინმე სხვა პირადი ინტერესის განხორციელების მიზნით. არც შექმნას ან სხვას არ შეაქმნებინოს იმის შაბეჭდება, რომ ვინმე არის სპეციფიურად უფლებამოსილი, არაჯეროვანი ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას. თქვენ ვერ დაადასტურებთ, რომ ბატონი ზაზა გველესიანი არ არის სპეციფიურად უფლებამოსილი, სპეციფიურად უფლებამოსილი, რომ თქვენზე ეს ზემოქმედება არ განხორციელოს. სპეციფიურ უფლებამოსილებაში არ გამოიხორციელება, არ იგულისხმება თანამდებობრივი უფლებამოსილება ცხადია, ან თქვენი ზემდომობა რაიმე სხვა ფორმით, ხო? სპეციფიურ უფლებამოსილებაში იგულისხმება სპეციფიური ურთიერთობიდან გამომდინარე, თქვენს შორის არსებული ურთიერთობა და ზემოქმედების სპეციფიური შესაძლებლობები, რაც მე მაგალითად თქვენთან დაკავშირებით არ გამაჩნია. აი დაზარალებული პროკურატურასაც შეიძლება არ გააჩნდეს, მაგრამ პროკურატურა წარმოადგენს დაზარალებულ მხარეს სახელმწიფო ბრალდებასთან ერთად. აი დაზარალებული მხარე არის რუსთავიერი. აი დაზარალებული მხარის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში არის ზაზა გველესიანი. აი ამ დაზარალებულ მხარეს აქვს თქვენზე სპეციფიური ზემოქმედების შესაძლებლობა. ზემოქმედებაში კიდევ ერთხელ ვიგულისხმობ მხოლოდ ზეწოლას. სპეციფიურ ზემოქმედებაში იგულისხმება ასევე აზრის შექმნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. და მტკიცება იმისა, თუ თქვენი მხრიდან ასეთი მტკიცება იქნება, რომ იცით, ჩვენ ამაზე არ ვისაუბრია და აზრი ვერ შეგვიქმნია, ამის დადასტურება როგორც დადასტურებაა შეუძლებელი, ასევე უარყოფაა შეუძლებელი. ამასაც მაშინ ფაქტოლოგიური უარყოფა ჭირდება. მარტო ახსნას რომ იცით, ჩვენ არ ვისაუბრია ამ საკითხზე, ვერ მოიტანს ეს დასკვნა რაციონალურ შედეგს და ეს არ იქნება რაციონალური დასაბუთება. როგორც მინიმუმ ვერ გააკრავს ეჭვებს თქვენს წინააღმდეგ სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. გარდა ამისა, სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის 72 პრიმამ მუხლის თანახმად საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღებულ სისხლისამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეს დაინტერესებული პირის და იმედია რომ არ ვიტყვით ახლა რომ ზაზა გველესიანი დაინტერესებული პირი არ არის, იგი წარმოადგენს დაზარალებულს საქმეში საჯარო მოსამსახურის სახელმწიფო მოსამსახურის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია. მე კითხე სპეციალურად კონდათ თუ არა კომუნიკაცია გველესიანთან. თქვენ მიპასუხეთ დაზარალებულ გველესიანთან, დაზარალებულის წარმომადგენელი ფართოდ განიმარტებას, რომ დაზარალებულია ხო? თქვენ განიმარტეთ რომ კონდათ. ანუ დამიდასტურეთ ამით, რომ შევეშოთ ახლა ბანგალორის პრინციპებს, რომ შევეშოთ ევროსამართლოს გადაწყვეტილებებს და პირდაპირ სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის კოდექსის დაახლოებით თანაბარი რეგულაციებია იმპერატიულ ნორმაზე გადავიდეთ 72 პრიმაზე. დაუშვებელია და აკრძალულია თქვენ გქონდეთ ურთიერთობა პროცესის მონაწილის დაინტერესებული პირის და იმის ჩამონათვალი გრძელია კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან, საქმის სავარაუდო შედეგთან და აღრევს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და სასამართლო პროცესების შეჯიბრებითობის პრინციპს. როგორც ჩემგან ჭირდება დადასტურება, ანუ ჩემგან დადასტურება, ანუ თეორიულად, პრაქტიკულად შეუძლებელია, მე არ ვესწრებოდი თქვენს ამ საუბარს, მაგრამ თქვენ როგორ უარყოთ, ანუ თქვენ მე გიდასტურებთ, რომ თქვენ ამაზე ისაუბრეთ, თქვენ უნდა მითხრათ, რომ ამაზე არ გისაუბრიათ. ანუ ეს დავა დარჩება ღია. თქვენ ვერ დაადასტურებთ, რომ ამაზე საუბარი არ ქონიათ, თქვენი სიტყვა მხოლოდ რომ არ ქონიათ, არ არის რაციონალური დადასტურება. თქვენ გქონდათ კომუნიკაცია, რაც არის საკმარისი საფუძველი, რომ ასეთი ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენ საუბრობთ. თქვენ ვერ დაადასტურებთ ვერც ერთი რაციონალური არგუმენტით, რომ ამ საქმეზე თქვენ არ გისაუბრიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, აცილების დროს მტკიცების ტვირთი არის არა მხოლოდ აცილების გამწყდებელზე, არამედ უარყოფის შემთხვევაში მოსამართლეზე, რომელიც უარს ამბობს აცილებებზე, დასაბუთების რაციონალურობა და მტკიცების ტვირთი აცილების უსაფუძვლობაზე ამ შემთხვევაში არის მოსამართლეზეც. მოცემულ საქმეზე მიგვაჩნია, რომ არ არის დაკმაყოფილებული არც ერთი მიუკერძოებლობის და ობიექტურობის ტესტი და შესაბამისად თქვენ საქმე უნდა აიცილოთ.
ახლა როგორ განვითარდა მოვლენები ამ ყველაფრის შემდეგ? მას შემდეგ რაც თქვენ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეთ და 23 მოწმე დააკლდა, რო არ იყოს ტერმინები სადაო, დააკლდა დაცვის ნუსხას, მათ შორის ბატონ გველესიანი. 2021 წლის 8 დეკემბერს ღამით მოგვეწოდა ინფორმაცია და ამის შემდეგ დავიწყეთ მასალების შეგროვება. მოგვეწოდა ინფორმაცია თქვენ კომუნიკაციასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, პროკურორის 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება თქვენს მიერ განსახილველი საქმის კახაბერ დამენია ნიკა გვარამია შტატადრო დამჭირდება. და ზურაბიაშვილის ვალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი იურიდიული პირი შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. აღნიშნული კომპანიის მჭიდროდ დაკავშირებული და მისი ბედით დაინტერესებული პირია ზაზა გველესიანი. იგი სულაც ამჯერად მესამე პირთან ურთიერთობაში როგორც ჰოლდინგის დირექტორი წარმოადგენს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს. და იგი წარმოადგენდა რუსთავი 2-ის უმაღლეს მენეჯმენტს, კერძოდ მოადგილეს ბატონ სალიასი, მანაც არ უარყოს, პირიქით დაადასტურა იმ დროისთვის, როდესაც მე ტელეკომპანიიდან უკანონოდ დამთავრებულს. ნუ ახლა კანონიერება ამისი აქ არიხილება. მოკლედ, თქვენი ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაცია, თქვენი კი არა, ზაზა გველესიანის და სხვა ადამიანის, მისი მეუღლის ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაციებია, როგორც გამორჩა ბატონ გველესიანს როს წაეშალა. ასევე დასტურდება იმ დროისთვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიშა შულაძის ნეგაზეთისთვის მიცემული ინტერვიუთი, სადაც შულაძის თქმით ადამიანის სახელად ზაზა აფრთხილებდა, რომ რუსთავი 2-თან თანამშრომლობას არ გააგრძელებდნენ სერიალ ჩემცოლის დაკარებით ინტერმედიას მიმართულებით, თუ არ გააგრძელებდნენ, იმიტომ რომ უარსამროდა, მაშინ ინტერმედიას მიმართულებით პრობლემები შეიქმნებოდა. აღნიშნული რამ არ უკადრია არც ბატონ სალიას. მთავარი გადაწყვეტილების მიემღები მაშინაც და დღესაც არის ბატონ ზაზა გველესიანი. თქვენ რომლის თანამდებობაც კი არის შევით. მე გეუბნები რომ მთავარი გადაწყვეტილების მიიღებიც არის ფორმალურ თანამდებობასთან ერთად. იმჟამინდელი რუსთავი 2-ის არაერთი თანამშრომლის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია და სწორედ დღეს რომ ეს თანამშრომლების ხმაზე მოწვევის შესაძლებლობა მქონდეს, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც ვისაუბრებდით მათთან, გარდა იმისა, რაც თქვენ მუდაოდ ცალით, პროფესორი ბრალდება მუდაოდსა ამ საფუძველზე მომიხსენით გველესიანიც და მომიხსენით ბრალდების უკაცრავად და დაცვის სხვა მოწმეებით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ერთადერთი პრეცედენტი აქვს, როგორც თქვენ მოიყვანეთ, სააპელაციო სასამართლოში ისიც ჩვენ მიერ მოძიებული ვერ იქნა, სხვა არანაირი ამის პრეცედენტი არ არსებობს. იქაც ორი მოსამართლეა და ერთმა განსხვავებული აზრი დაწერა. 2021 წლის 18 თებერვალს იგივე ზაზა გველესიანი გახდა მედია ჰოლდინგის დირექტორი, რომელშიც შედის რუსთავი 2. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის დარეგისტრირების დროს მისი დირექტორის პოზიციას იკავებდა თამარ ფარკაძე. თუმცა დარეგისტრირებიდან ერთ კვირაში საჯარო რეესტრში მედია ჰოლდინგის დირექტორის პოზიციას დანიშნა ზაზა გველესიანი და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2021 წლის 6 აგვისტოს წარდგენილი წერილის თანახმად იგი არის მედია ჰოლდინგის ბრენდული სახელწოდება. ამას მიაქცეთ ყურადღება, რასაც მე გეუბნებოდით სალიაზე, რომ მითხარით, რომ ის არის რუსთავი 2-ის დირექტორი, რამდენადაც ვიცია. 2021 წლის 6 აგვისტოს წარდგენილი წერილის თანახმად იგი არის სააქციო საზოგადოება მედია ჰოლდინგ ბრენდული სახელწოდების სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი. ეს არის განათი 6 თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ. თუ შეიძლება რომ მატერიალურ ფორმით ვაჩვენოთ, მაშინ მრავლდებას და სასამართლოს. აქ გასახორციელებელია, რომ მედია ჰოლდინგის იურიდიული მისამართი ამ ნაწილში არის რუსთავი 2-ის იურიდიული მისამართი, ეს არის ანჯაფარაძის ქუჩა 5. ზაზა გველესიანის დაინტერესება რუსთავი 2-ის საქმიანობით და მისი რეიტინგებით და შემოსავლებით ხას უსვამ, დასრულდება მისი Facebook გვერდზე, მასაც აქვს Facebook გვერდი. იცოდით ამ საუბარს, რომ მას Facebook გვერდი აქვს? სავარაუდოდ ეგ. ხო, ამას იცოდით.
დასტურდება მისივე Facebook გვერდზე საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის დათვალიერებით, რომლის თანახმად ის პირადად აცნობს საზოგადოებას რუსთავი 2-ის სატელევიზიო ეთერში ყველა ახალი გადაცემის შოუს გასვლის თაობაზე ინფორმაციას რუსთავი 2-ის რეიტინგების შესახებ უფრო მეტიც 2021 წლის 1 ივნისს საზოგადოებასიანმა პირადად გვამცნო რუსთავი 2-ზე ახალი სეზონიდან რამდენიმე ახალი გადაცემის გასვლის ამბავი. ჩვენ ამას ვასაბუთებთ იმიტომ, რომ კიდევ იმ სუხეთ გაჩვენოთ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ეს პირი რას წარმოადგენს. და არა მხოლოდ იმას, რომ ნომინალური ან ფორმალური ფიგურაა, თუმცა ეს არ გათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან, რომ თავი აგეცილებია, თვითაცილება გამოგეცალებიათ ამ საქმეზე. ასეთი იქნებოდა სამართლიანობაც და კეთილს ინტენსივირებას. ამას მოითხოვდა უბრალოდ. და ის ამ განცხადებაში მოხსენიებულია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორად. ეს უკვე 2021 წელს ხდება, მე-18 განათლით შეიძლება. თქვენ այս ტელევიზორს უყურებთ როგორც ჩანს, მაგალითად რუსთავი 2, სადაც ნახავთ, რომ ბატონ გველესიანი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია და ყვება პროექტების შესახებ. თქვენი მეგობრობა როგორც მე ხარ ხვდები, უბრალოდ თქვენი მტკიცებით შემოიფარგლება საერთო სუფრებზე სიარული, რასაც მე ეჭვეშ ვაყენებ. ზაზა გველესიანის დაინტერესება შესაბამისად ქალაქ რუსთავში დაბადებული და გაზრდილი. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. რუსთავი 2-ის და სააქციო საზოგადოება მედია ჰოლდინგის დირექტორი. ზაზა გველესიანი დაინტერესებულია ამ საქმის ბედით. და იმ შემთხვევაში თუ ნიკა გვარამიანს, ახაბელ გამენიას და ზურაბიაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. თქვენს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებით იგი უპირველესია სამოქალაქო საჩელით მიმართოს სასამართლოს. იგი და მხოლოდ იგი, როგორც დაზარალებული წარმომადგენელი. ამ კუთხით მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან ნიკა გვარამიანს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში არსებობს საფრთხე რუსთავი 2-ის კონკურენტული სატელევიზიო არხის ამაზე თვითონ ბარათასალიანი ისაუბრა წინასწარმაზე, რომ თავარი არხის გაჩენის შემდეგ რუსთავი 2-ის შემოსავლები მკვეთრად დაეცა და რეიტინგებიც მკვეთრად დაეცა, ხომ დასწრებთ ახსოვთ ალბათ, ხო, რომ ეს თქვა. შესაბამისად, ჩემი დაპატიმრების შემთხვევაში მთავარ არხზე ექნება ეგზისტენციალური საფრთხე არსებობის საერთოდ და შესაბამისად ეს არამხოლოდ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არის მომგებიანი რუსთავი 2-ისთვის და მისი მთავარი წარმომადგენლისთვის ზაზა გველესიანისთვის. არამედ მომავალში ტელევიზიის განვითარების პროცესითაც ძალიან მოყიერ ნიადაგს ქმნის. და ეს არ არის, როგორც უკვე გითხარით, თეორიული დაშვება, ამის შესახებ პარატასალიანი თავად ისაუბრა წინა ჩვენებებზე. მე მოიყვანა ახლა საქმის ნომერი 1322-2018 წელი 4 აპრილი და ეს 1322-2018 4 აპრილი 2019 წელი გადაწყვეტილება ესეა საქმის ნომერი შესვლიდან ითვლება 1322-2018. ამან აღიარებს მოგიტანთ ამ საქმიდან. პრეიუდიციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ პრეიუდიციის ნორმა გაუქმდა 2010 წელს, მეოთხე ნაწილი ასე შემოხლის, რომელიც ამბობდა, რომ ავტომატური პრეიუდიცია აქვს სისხლის სამართლის განაჩენს სამოქალაქო საქმეებში. მაგრამ როგორ გამართა ეს სააპელაციო პალატამ, ალბათ თქვენთვის ისევ ცნობილია, მაგრამ მე მაინც წავიკითხო. საკასაციო პალატამ ბოდიში. ამის შემდეგ შესული პრეცედენტი არ ყოფილა, ეს ბოლო პრეცედენტია ამ საკითხზე და ასეთია სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 116 მუხლის გეკვე პუნქტი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა. გამომართლებელი თუ გამომტყუნებელი განაჩენი, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი. ამ მუხლის გაუქმებით ასე იყო ჩანაწერი და ეს ჩანაწერი გაუქმდა. ამ მუხლის გაუქმებით მთავარი დაცული ინტერესია ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენის ფარგლებში დაზარალებული დაზარალებულს მაინც დარჩეს უფლება უკაცრავად გამართლების მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოს წინაშე იდევს. ანუ ეს ნორმა გაუქმდა არა იმიტომ, რომ ჭაობების შემთხვევაში ბრალდებულმა არ გადაიტანოს პრეიუდიციული ფაქტები სასამართლოში, არამედ იმიტომ, რომ ეს მოიცავდა ყველანაირ განაჩენს, მათ შორის გამამართლებელ განაჩენს და გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში დაზარალებული კარგავდა უფლებას, რომ წასულიყო სამოქალაქო საქმეში, იმიტომ რომ ბრალდებული როგორც მოპასუხე ჯდებოდა იქ, გამართლებული უფრო სწორედ როგორც მოპასუხე და ამ დროს პრეიუდიციული ძალა სასამართლო დაადგინა, რომ მე არ ვარ დამნაშავე. შესაბამისად სამოქალაქო ძალის უფლებას კარგავდა. და ეს ნორმა გაუქმდა არა იმიტომ, რომ ბრალდებულმა არ გადაიტანოს პრეიუდიციული ფაქტები სასამართლოში, არამედ იმიტომ, რომ ეს მოიცავდა ყველანაირ განაჩენს, მათ შორის გამამართლებელ განაჩენს და გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში დაზარალებული კარგავდა უფლებას, რომ წასულიყო სამოქალაქო საქმეში, იმიტომ რომ ბრალდებული როგორც მოპასუხე ჯდებოდა იქ, გამართლებული უფრო სწორედ როგორც მოპასუხე და ამ დროს პრეიუდიციული ძალა სასამართლო დაადგინა, რომ მე არ ვარ დამნაშავე. შესაბამისად სამოქალაქო ძალის უფლებას კარგავდა.
გამართებელი განაჩენის საფუძველზე დაზარალებული პროცესში და ამიტომ იქნა სწორედ გაუქმებული ეს მუხლი, ანუ დაზარალებული საუკეთესო ინტერესებში და არა პირიქით. ხო. გამომართლებელი ბრალდე უკაცრავად მაგზელებს სიტყვებას არ გამოვტოვო მაინც. სხვა შემთხვევაში გამართლებული ბრალდებული აღმოჩნდება პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმის მიუხედავად, რომ იარსებოდა სამოქალაქო წესის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ არასაკმარისი სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის აუცილებელი უმაღლესი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს სასამართლო 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ გაუქმებულა გამამტყუნებელი განაჩენის პრეიუდიცია. კერძოდ, იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით 2010 წლის დანაშაულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება. ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა. ამგვარად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 319 მუხლის ფორმულირებით დანაშაულის მიყენების ფაქტის პრეიუდიციის რამშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად. დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რამშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. ანუ თქვენ დაადგენთ ახლა ფაქტს, რომელიც სასამართლოში საზოგადოებრივი რო წავა და ავტომატურ საფუძველს შეუქმნის ზიანის მიყენებაზე იდეო ჩემთან და სხვებთან, მტკიცებულების ტვირთი მას აღარ ექნება, იმიტომ რომ მტკიცებას მისცემთ თქვენ დადგენილი განაჩენი, გამამტყუნებელი განაჩენი. ბოდიში დამეკარგა. ხო, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი დასკვნდება გამამტყუნებელი განაჩენით, სამოქალაქო საქმის განხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, ამას თქვენ აკეთებთ საზოგადოებრივი ზიანისთვის. და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეს არის ზიანის ანაზღაურების მთავარი პრინციპები, მომხსენებად მეტი არც არაფერია საჭირო ზიანის ორგანოების დადგენის გარდა, ახლა მაგაზეც მოვახსენებთ. ანუ ჩემს მიმართ გამოყენებული განმტყუნებელი განაჩენი უკვე ამას მივამბობ და არის სასამართლო აპრიორი აღძრავს რუსთავი შეუზრუნდაუფლებას და შეუზრუნდაუფლებას რომელიც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოიყენოს თუ არა მეტი არაფერზე ჩემს მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე თან იმგვარად რომ სადაო ვერ იქნება ჩემს მიერ ზიანის მიყენების ფაქტი და დამდგარ ზიანსა და ქმედებას ჩემს ქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირი და ამას უზრუნველყოფს ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამხილველი მოსამართლე. აი ამას უზრუნველყოფს ფაქტებად შეიტანს თავის სარჩელში რუსთავი 2 და ხელმომწერი იქნება რუსთავი 2-ის დირექტორი ბატონი გველისიანი. აი ესე მივიღებთ ამ დოკუმენტური მაციქლება თქვენ შორის ყოველთვის დავანებოთ. თქვენი განაჩენი იქნება ბატონ გველისიანის მიერ ხელმოწერილი სარჩელის დასაბუთებაში და მტკიცებულებების ნუსხაში მოყვანილი. ამავე საქმეში საკასაციო პალატამ კიდევ უფრო გააფართოვა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის განმარტება და ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ბედი შეიძლება გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან მოპოვებული მტკიცებულებებითაც კი. ანუ მტკიცებულებებს, რომელსაც თქვენ დადასტურებულად ჩართულით სისხლის სამართლის საქმეზე, უზენაეს სასამართლოს საკასაციო პალატის სამოქალაქო საკასაციო პალატის თანახმად, რომელიც თქვენთან დამოუკიდებლად განიხილავს სამოქალაქო საქმეებს, ის მტკიცებულებებს, რომელსაც თქვენ დაადგენთ, გამოიყენებს ასევე როგორც მტკიცებულებების უნდაობასაც წაგვართმევს გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ რო წაგვართმევს ეს ერთია, მაგრამ პრივილეგიას ვის მისცემს მტკიცებულებებზეც კი არ იდაოს, ეს საზოგადოებრივი და რუსთავი 2-ია. და არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პრეიუდიციურად აღიარებული დანაშაულის ფაქტის დადგენით და ამზით დადგარ ზიანით უნდა შემოიფარგლოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილებებს ადასტურებს უზენაეს სასამართლო საკასაციო პალატა. მსჯავრდებულის ქმედების შორის მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ მტკიცებულებების გამოყენება შეუძლია და
რომ დავაჯამოთ ეს ყველაფერი, ვიდრე ზიანზე გადავალ, ახლა გეტყვით ზიანსაც თქვენ როგორ დამიდგენთ და ამ ზიანზეც როგორ იდავებს, ზიანის ამ თქვენს მიერ დადგენილ მოცულობაზე როგორ იდავებს ბატონო გველისიანი და რუსთავიო. რომ დავაჯამოთ ამომტვრეველი განაჩენით, თქვენ რუსთავიოს უქმნით თქვენ ყოვლის მომცველ, რუსთავიოს უქმნით ყოვლის მომცველ პრეიუდიციურ საფუძველს, ჩემს წინააღმდეგ მოითხოვს ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო განხილვის საქმის განხილვის ფარგლებში. რა დროსაც განხილველ სასამართლოს ზიანის მიყენების ფაქტის, ესე იგი თავად მიყენებული ზიანის მიყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამგან შედეგშორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა, ასევე ცალკეული მტკიცებულებების თქვენს მიერ დადგენილი ცალკეული მტკიცებულების გამოკვლევა, ძალიან შემოყვარდა ეს სიტყვა ბოლო პერიოდში, აღარ დასჭირდება. ანუ ამით თქვენ უზრუნველყოფთ მოსარჩელეს. ვინ არის მოსარჩელე? რუსთავი ორი და მის წარმოადგენელი ზაზა გველისიანი. ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ გავყოფთ, მესამე დირექტორ მეთერობაში დირექტორი წარმოადგენს საწარმოს. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით ავტომატურად დასრულდება ამას ამბობს სასამართლო. უფრო მეტიც განაგრძობს აქვე სასამართლო. პრეიუდიციული იქნება ზიანის ოდენობას და რუსთავი ორი თუ გაზრდის ახლა უკვე დაშვებას მე ვაკეთებ. რუსთავი ორი შეუძლია გაზარდოს ამ ნაწილში თავისი მოთხოვნა, ანუ განმარტოს რომ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი თუ დაადგინეთ მაგალითად მარტო იდაოს დამატებით მიუღებელ შემოსავალზე, რეპუტაციულ ზიანზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეამცირებს. რატომ? ყველა საქმეში ზიანის ხარჯია მატერიალური სახით აღდგენილ, მაგალითად კვლევების საქმეში თქვენ ვერ დაადგენთ ზიანის მატერიალურ მხარეს, ხო? პირობითად, რომ გაწეული ხარჯის, ქერქის ხარჯების თუ ასე შემდეგ, ხო? მორალური ზიანის მიღებული ტკივილის და ასე შემდეგ. ამიტომ რა ქვია, ჯარგების საფუძველზე შეუძლია წავიდეს დაზარალებულს და სამოქალაქო სამართლის წესი იდეოს ზიანზე. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ზიანის დადგენა მოგიწევთ, რომ ყველა ბრალი ჩემს წინააღმდეგ არის მატერიალური ხასიათის. მე დავებიან ერთ შემთხვევაში რამდენიღაცა მილიონის მითვისება გაფორმვას, მეორე შემთხვევაში რაღაცა ავტომანქანას, მესამე შემთხვევაში რაღაც ბინებს, ანუ სამივე შემთხვევაში თქვენ გაადასტურებთ, რომ დიახ, მითვისება გაფორმვას კონდა ადგილი ამ მოცულობით, დიახ, ამის მითვისებას კონდა ადგილი ამ მოცულობით, დიახ, ამის გაფორმვას კონდა ადგილი ამ მოცულობით. ანუ თქვენ დაადგენთ ზიანს, ანუ პრეიუდიციას ქმნით ყველა კრიტერიუმით, აი ყველა მიმართულებით პრეიუდიციულ განაჩენს ქმნით. როგორც ბრალის როგორც მტკიცებულებების, როგორც მიზეზობრივი კავშირის, როგორც ფაქტების დადასტურების, ასევე ზიანის ოდენობის თვალსაზრისით. ვის უქმნით ამ პრეიუდიციას? უქმნით რუსთავი ორს. ვინ არის რუსთავი ორი? დღეს ეს არის ზაზა გველისიანი, თქვენი ბავშვების მეგობარი. უფრო მეტიც, არა, ბევრი უფრო მეტიც გამომიდა ეს საკითხული, ამაზე მეტი რა უნდა იყოს, მაგრამ აღნიშნული რაც შეეხება ზიანის ოდენობას ვაგრძელებს სასამართლოს ციტირებას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობა შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი და ბუნებრივია რომ ამას მსჯელობა თქვენ მოგიწევთ. ეს წესს ეკუთვნოდა სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 მუხლის 309 მეოცე იყო, რაზეც მე ვსაუბრობდი, აღარ ვიცი რა დავარქვა, ახლა სეკუნდა ტერცია და ასე შემდეგ პარტა ვიცი, მაგრამ 20 როგორ არის ლათინურად არ ვიცი. ამ შემთხვევაში 17 არ ვიცი. 309 ნორმის შინაარს და მიზანს სრულად შეესაბამება ის, რომ თქვენ ზიანზე იმსჯელებთ და ზიანის პრეიუდიციული ზიანის დადგენილებას ექნება პრეიუდიციული დოლარის ფინანსური დანაშაულია ზიანის შესახებ თქვენს დადგენილებას, ანუ რასაც დაადგენთ განაჩენთ, ექნება პრეიუდიციული ასევე უკაცრავად ძალა. დაუბრუნდეთ ფაქტობრივ გარემოებებს კვლავ. როგორც უკვე აღნიშნა, 2021 წლის 8 დეკემბერს 22 საათსა და 57 წუთზე სამაუწყებლო კომპანიამ მთავარი არქის თანამშრომელს თანთა მურადაშვილს აპლიკაცია სიგნალით მოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თქვენ საქმის დამხმარებელი მოსამართლე ლაშა ჭრიკვაძე ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებით ამ საქმის ბედით დაინტერესებულ პირ ზაზა გველისიანთან, რასაც თქვენ თვითონაც ადასტურებთ. უფრო მეტიც ინფორმაციის მომწოდებელმა პირველ გვამცნო, რომ თქვენ და ზაზა გველისიანი ბავშვების მეგობრები ხართ და ამის დამადასტურებლად თანთა მურადაშვილს წყარო მიაწოდა ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც თქვენ და ზაზა გველისიანი იმყოფებით სუფრაზე და ასე შემდეგ, ჩვენ ეს ყველაფერი გაჩვენეთ, რასაც თქვენ ასევე ადასტურებთ. ინფორმაციის მიღების შემდგომ ჩვენს მიერ დათვალიერებული იქნა
ბატონ ზაზაგველესიანის დავით ღვედაშვილის ვინ არის ხომ ვერ მეტყვით? ადვოკატია, ისიც ჩვენი ბავშვობის მეგობარი. ხომ ეს ადვოკატი ხომ არის რა საქმეში იღებდა მონაწილეობას? რუსთავიორის კი, რუსთავიორის საქმეში იღებდა მონაწილეობას წინა საქმეში. ბატონ დავით ღვედაშვილი. თითოეულ წარმოადგენდა ჰაიდელბერგ ცემენტს, რომელმაც უდაოცნო ყველა ფაქტი იმ პროცესზე. და რომელზეც ასევე შეგიძლიათ ურთიერთობა ხო გაქვთ მეგობრული მასთან. რომელთან ხო, ნუ გველისიანს ასე მიპასუხეთ. რომელზეც ასევე ახალი ფიგურანტი შემოდის დავით ღვედაშვილი, ასევე სრულყოფილად შეიძლება ფლობდეთ ინფორმაციას რუსთავიორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იგი იყო ჩართული წინამდებარე საქმეში რუსთავიორის კიბარხალვაში რუსთავიორის წინააღმდეგ იმ მხარის მეშვეობით, რომლებიც თვითონ შუალედური მყინვარები იყვნენ და პრაქტიკულად აღიარეს კიბარხალვაშის საკუთრება და ჩახსნეს სასარჩენო მოთხოვნები. პრაქტიკულად ესე იყო. ესეც თქვენი მეგობარია და არავინ არ იცის თქვენმა ურთიერთობამ ზაზაგველესიანთან და ღვედაშვილთან აი ამ სამეულის მეგობრობამ განაპირობა თუ არა მისი კონკრეტულად ღვედაშვილის ამგვარი პოზიცია რუსთავიორის საქმეზე. ამასთან დაკავშირებითაც დაშორისუფლება რა თქმა უნდა მაქვს. კი და თქვენ მოაყოფის ვალდებულება გაქვთ თქო რაციონალური გასაბუთებით თუ არ ყოფის. ასევე დათვალიერებული იქნა მისი მეუღლის მეკომ აღლაფერიძის და მათთან დაკავშირებული პირების Facebook გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია. კერძოდ ფოტოსურათები, ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თქვენ და ზაზაგველესიანი წლებია ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებით, არაერთხელ დაამყარებდით მასთან კომუნიკაციას ამ საქმის განხილვის პროცესში. ხო, ეს თქვენს დამიდასტურეთ. მაღალი ალბათობით არაერთ სუფრაზე განვიხილავთ ამ საქმის მიმდინარეობა და მოსალოდნელი შედეგები. ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რასაც ვხედავთ, მაგრამ ამ ალბათობის დასაბუთებას მყარი მტკიცებულებებით ჩვენ მოკლებული ვართ, ეს ობიექტური გარემოებაა და ამასში ჩვენ სუბიექტური პრობლემა ამაში ჩვენ არ აქვს, ანუ ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ეს არის ამ შემთხვევაში სასამართლოს პრობლემა, რომ დაადასტუროს, რომ ეს ასე არ მომხდარა. თუ ის უტყუა რა თქმა უნდა დაადასტუროს, ეს ასე არ მომხდარა და მხოლოდ მისი სიტყვების ამარა უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ასე არ მომხდარა, მაშინ კიდევ ერთხელ როგორც მინიმუმ იგი ვერ იქნება აღქმული ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან, როგორც მიუკერძოებელი და დაუინტერესებელი მოსამართლე. დანარჩენს ჩემი კოლეგები იტყვიან, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ თქვენ პირადად ხართ დაინტერესებული ამ საქმის შედეგებით და ზაზაგველესიანის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებით, ან დაზარალებულის და მისი წარმომადგენლის, სხვა შორის აქვე აღნიშნავ, რომ დაზარალებულის ზაზაგველესიანი არ მხოლოდ წარმოადგენს დაზარალებულს, არამედ იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს დაზარალებულისგან, ამიტომ ეს მისი პირადი შემოსავლის საკითხიც არის, თქვენი პირადი მეგობრის, პირადი კეთილდღეობის და შემოსავლის საკითხიც არის. რაც უფრო მეტია რუსთავიორის ბიუჯეტი, მით უფრო მეტია მისი შემოსავალი, რაც უფრო მეტია რუსთავიორის რეიტინგი, მით უფრო მეტია რუსთავიორის შემოსავალი, რაც უფრო ნაკლებია მთავარი არხი ან საერთოდ არ არის პირდაპირ პროპორციულ მასში ეს იმყოფება. რამდენად 100%-იან პროპორციულ მასში ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე მგონი სადავო არ არის, რომ სულად პროპორციულია ეს დამოკიდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ თქვენ პირადად ხართ დაინტერესებული ამ საქმის შედეგით და ზაზაგველესიანის და რუსთავიორის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებით, გაქვთ პერსონალური ინფორმაცია სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და მთელი ეს პერიოდი პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქმის ბედით დაინტერესებულ პირ ზაზა გველესიანთან, რაც იმპერატიული ნორმით სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის კოდექსებით არის აკრძალული 72 პრიმა მუხლიმაკ მხედველობაში. შესაბამისად, თქვენ ვერ იქნებით ამ საქმეში ობიექტური და მიუკერძოებელი, სულ მცირე საზოგადოების плаში ვერ გამოჩნდებით ასეთად, რასაც ამ ეგრეთ წოდებული აღქმის ტესტი ქვია მას, ასევე ევროსასამართლოს მიერ ევროსასამართლოს პრაქტიკა უთანაბრებს ამ აღქმის წესს, სრულად უთანაბრებს არაობიექტურობის და მიუკერძოებების მატერიალურად და მტკიცებულებებით დადასტურებულ სტანდარტს. ანუ ეს ერთი და იგივე სტანდარტია ევროსასამართლოში ეგრეთ წოდებული აღქმის ტესტი და მატერიალური დადასტურების ტესტი. ასევე პირადი თუმცა მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ აღქმის, არამედ ჩემს მიერ ჩამოთვლილი აციების უკრებლივ ყველა ტესტს
აკმაყოფილებს თქვენი აცილების შუამდგომლობა და თქვენ პერსონალურად ცალ-ცალკე აკმაყოფილებთ ყველა ამ ტესტს და კუმულატიურად ყველას ერთადაც აკმაყოფილებთ. ამ გარემოების გათვალისწინებით ასევე მიმდინარე საქმის მკაფიოდ პოლიტიკური კონტექსტის რაც ეგრეთ წოდებული ახნის ტესტს კიდევ უფრო უტყუას და სენსიტიურს ხდის, ამ შემთხვევაში ამითიც უნდა იხელმძღვანელოთ, ჩემი მარწმენით, ეს უბრალო საქმე არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით ახმა ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე კიდევ უფრო კრიტიკულია და შეფასება თქვენს მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული იქნება, მოგეხსენებათ რატომაც და იმედია მეთანხმებით, რომ ეს ძალიან სპეციფიკური საქმეა და პოლიტიკურად დადგენილია, რომ ეს არის პოლიტიკური ასე ვთქვათ, პოლიტიკური შინაარსის საქმე. იკერძოება არის თუ არა, ბრალი პოლიტიკურია თუ არა, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ეს არის პოლიტიკურად სენსიტიური საქმე. ამიტომაც ახნის ტესტი აქ 2 მაგათ და 10 მაგათ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ყველა სხვა. აცილებული უნდა იქნათ ყველა ამ საფუძვლიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59 მუხლის პირველი ნაწილის E ქვეპუნქტით. ეს არის ჩემი პოზიცია. და ეს არის ჩემი მოთხოვნა და ჩემი აზრით ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ევროსასამართლოს პრაქტიკა და ყოველთვის თავი დავანებოთ ამას მოითხოვს თქვენი წესიერება და სამოსამართლო კვალიფიკაცია. მე პატივს გამოვხატავ ღრმად, პატივს მე თქვენ გითხარით არაერთხელ ეს თქვენი კვალიფიკაციის მიმართულებით. თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ჩემთვის არსებით და გადამწყვეტია თქვენი კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევა, როდესაც ჩემთვის გადამწყვეტი არის თქვენი შინაგანი წესიერება, რაშიც სამწუხაროდ ეჭვი შემაქვს, იმის გამო რომ პირველად ეს ფაქტი თქვენ თვითონ არ გითხარით და საერთოდ არ აიცილეთ ეს საქმე და ასევე მიუკერძოებლობა, რაშიც ეჭვი შემაქვს, მე მგონი საკმარისად დავასაბუთე თქვენი მიუკერძოებლობის, უბრალოდ თეორიული შეუძლებლობა, მიუკერძოებლობის თეორიული შეუძლებლობაც კი და რაც მთავარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ახნის საქმე. შეგვიძლია ამაზე ვიდაოთ, რატომ, როგორ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ამიტომ ამ შემთხვევაში თქვენი ეგრეთ წოდებული ახნის პრინციპი, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უმნიშვნელოვანესია და გათანაბრებული აცილების ყველა სხვა პრინციპთან, ჩვენი სამოსამართლო პრაქტიკითაც და ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც არის 10-ჯერ უფრო მძაფრი ყურადღება გამახვილებული და მნიშვნელოვანი ვიდრე იქნებოდა ნებისმიერ სხვა საქმეზე. მე აქამდე მონისმენია რუსთაველის პროცესზე, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის. რომ არ დაგიმალოთ, ამის იქით თუ წავიდა და ყველაფერი არ მეგონა, მაშინ ჩვენ ვასაბუთებთ, რომ დედა იყო პროკურატურის გამოძიების ქვეშ, მოსამართლე ურთმელიზის თუ გახსოვთ ეს პროცესი, არ ვიცი. და შესაბამისად იყო манипулირებადი მოსამართლე ურთმელიზი. მოსამართლე ურთმელიზი მთვარო არ არის манипулირებადი და ასაბუთებით, რომ დედა არ აინტერესებს, იმიტომ ის ოჯახის წევრი არ არის. ესეთი იყო დასაბუთება. ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, გაცილებით უფრო მკაფიო ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე პრიჩაა ფაქტიურად და დედა ოჯახის წევრი არ არის. ამაზე უფრო ფრთიანი განმანათქვამი ცოტაა ბოლო წლებში აღმოცენებული, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ უფრო მკაფიოა, ვიდრე ეგრეთ წოდებული დედა ოჯახის წევრი არ არის. თქვენ ხართ დაზარალებული მხარის პრაქტიკულად წარმომადგენელი პროცესზე და მასამართლებთ მე იმ ინტერესით, რომ დაზარალებულ მხარეს შეუქმნათ ყოველმხრივი და ამომწურავი პრეიუდიცია, უჯერთი ჩამოაშოროთ ჩემი ტელევიზია მას კონკურენციიდან, იმიტომ რომ ჩემი დაჭერა მოგეხსენებათ, რომ ამას ნიშნავს პრაქტიკულად და ამას გარდა შეუქმნათ ყოველმხრივი და ამომწურავი პრეიუდიცია სამოქალაქო დავისად ჩემს წინააღმდეგ. ეს არის აცილების უპირობო საფუძვლები და მე იმედი მაქვს, რომ ამ დარბაზში მეორეჯერ არ გავიგებ ფრაზას დედა ოჯახის წევრი არ არის ნებისმიერი ვარიაციით, ნებისმიერი სიტყვების გადანაცვლებით, იმიტომ რომ ჩამი ამისგან არ შეიცვლება. მადლობა. დაიწყებს და მე აქედან რადგან ნიკა აქედან ისაუბრა მეც ამას დავიწყო თან ბუნებრივია ვეთანხმები მოთხოვნას, რაც გააჟღერა ნიკა გვარამიამ და სრულად ვიზიარებ მის პოზიციას ამ შუამდგომლობაში მოყვანილს და ვარ ხელმომწერი ამ შუამდგომლობის, მაგრამ მინდა რამდენიმე ფაქტი დავამატო, ფაქტზე ვისაუბრო. ბატონო ლაშა, პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ, რომ ზაზა გველესიანის სახელი და გვარი სასამართლოს სხდომის დარბაზში პირველად დღეს არ გაჟღერებულა.
რამდენჯერმე იქნა ნახსენები. მაგალითად, ერთხელ ბატონმა ზვიადმა იკითხა, როდესაც გვთავაზობდა მოწმეების მოხსნაზე, ან უდაოდ გაგვეხადა, რაზეც მისი პოზიცია იყო, რომ ჩხრეკის ოქროზე ქონდა ხელი მოწერილი ზაზაგველესიანს და ამიტომ უდაოდ გვეცნო და არ იყო საჭირო მისი სასამართლოში გამოცხადება, რაზეც თქვენი თანდასწრებით მე ვუთხარი, რომ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბატონო ზაზაგველესიანი შეიძლება არის მხოლოდ ჩხრეკის ოქროზე ხელმომწერი, მაგრამ სინამდვილეში არის დირექტორი, ჰოლდინგის დირექტორი, ხაზი გაუსვია მას და აღნიშნე, რომ მისი სტატუსიდან გამომდინარე, მის გამოცხადება სასამართლოში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ამ საუბარს ესწრებოდით. ასევე მინდა გაგახსენოთ ბოლოს ხდომა, ეს არ იყო ერთადერთი, ეხლა რაც მოვიყვანე, ბოლოს ხდომას გაგახსენებთ, სადაც მას შემდეგ რაც ჩვენ ვისაუბრეთ მოწმეების მოხსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ფორმალურად რას დავარქმევთ ამ შუამდგომლობას. ერთ-ერთი პირი ეს იყო ზაზაგველესიანი, რაზეც ჩვენ გამოვთქვით უკმაყოფილება და მოვისმინეთ აქაც განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ჩხრეკის ოქროზე აქვს ხელი მოწერილი, რაზეც ჩვენი მხრიდან ასევე დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი არის ჰოლდინგის, რომელიც დღეს მდგომარეობით წარმოადგენს რუსთავი ორს, გენერალური დირექტორი და შესაბამისად მისი გამოცხადება სასამართლოში იქნებოდა მნიშვნელოვანი. რატო გაუსვია ამას ხაზი? რამდენჯერმე იქნა თქვენი თანდასწრებით დარბაზში ნახსენები, რომ ზაზაგველესიანი არის რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ეფექტური თვალსაზრისით და არც ერთხელ თქვენ არ გითქვამთ თქვენი მასთან ნაცნობობის შესახებ და ყოველთვის გარკვეულწილად ასხლეტილი იქნა ეს ინფორმაცია, ხო? არანაირი რეაგირება მისი სახელის და გვარის ხსენებას არ მოყოლია. მაშინ, როდესაც წეღან საუბარი ჰქონდათ ნიკა გვარამიასთან, თქვენ თქვით, რომ არ საუბრობთ საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის ხელმძღვანელი არის თქვენი ბავშვობის მეგობარი, თქვენი უახლოესი მეგობარი. მისი სახელი ნახსენები იქნა დარბაზში და თქვენ ერთხელაც კი არ გააკეთეთ განმარტება, რომ თქვენ თვითონ არ მიაწოდეთ ინფორმაცია მხარეებს მასთან თქვენი ურთიერთობის და კავშირის შესახებ, ბუნებრივია, რანაირად შეიძლება დავიჯეროთ თქვენი განცხადება, რომ მასთან არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ, იმიტომ რომ ბუნებრივია მხოლოდ მოწმის სტატუსი რომ ქონოდა ზაზაგველესიანს, შეიძლება ესეთი ტესტი არ ყოფილიყო ცალკე აღებული, ესეთი მოთხოვნა არ ყოფილიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს წარმოადგენს ზაზაგველესიანი, მასთან ურთიერთობის შესახებ ბუნებრივია, რომ ინფორმაცია არ უნდა გაგემჟღავნებინათ. შესაბამისად, ამ შუამდგომლობაში ერთ-ერთი არგუმენტი ცხადია არის ზაზაგველესიანის მოწმეობა, რომლიდანაც მოხსნილი იქნა, მაგრამ არა თავარი ბუნებრივია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შუამდგომლობაზე პასუხისას ამაზე ბევრს არ ისაუბრებთ, რომ მოწმეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მოსამართლეს რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს მოწმესთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი სტატუსი, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლის და ალბათ გახსოვთ წინა პროცესზე ბატონ პაატასალიას ჩვენ შევეკითხეთ დღეის მდგომარეობით თუ რა სიტუაცია იყო რუსთავი ორში და გვითხრა, რომ მაუწყებლობას რეალურად წარმართავს მედია ჰოლდინგი, რომლის გენერალური დირექტორიც გახლავთ ერთ-ერთი დირექტორი, ორიდან გახლავთ ბატონი ზაზაგველესიანი. შემოსავალს სარეკლამო გაყიდვებიდან, რუსთავი ორის სარეკლამო გაყიდვებიდან იღებს მედია ჰოლდინგი, სატელევიზიო კონტენტის წარმოების პროცესს წარმართავს მედია ჰოლდინგი, ანუ რეალურად სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორი დღეს არის მედია ჰოლდინგი და ამის დოკუმენტური მტკიცებულება წარმოდგენილი იქნა მათი მიმოწერა კომუნიკაციების კომისიასთან. ასევე მოგეხსენებათ, რომ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილ ბრალდებაზე პოზიციები ბუნებრივია ხშირად იყო გამოთქმული და ბრალდების ხარის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მე რომ დამფუძნებლები, იმდროინდელი დამფუძნებლები იწონებდნენ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ან რიგ შემთხვევაში დავალებებს აძლევდნენ და ამ დავალებების შესრულების გამო მე ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას. მას ზიანი მიყენებული აქვს რუსთავი ორისთვის და არა დამფუძნებლებისთვის. ეს არის ხაზი, რომელსაც მიყვება ბრალდებას და ამ საქმის სასამართლოში განხილვას. თუ კი ამ ხაზს გავითვალისწინებთ და იმედი გვაქვს, რომ ეხლა არ გადავუხვევთ ამ ხაზიდან, ვიღებთ მოცემულობას, რომ დიახ, დაზარალებული არის ზაზაგველესიანი და თქვენს მიერ მისაღებით გადაწყვეტილება ერთადერთი ვის უფლებებზეც პირდაპირ გავლენას მოახდენს, ეს არის დაზარალებული, ხო? დაზარალებულის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ
პირდაპირი გავლენა თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს მხოლოდ დაზარალებული უფლებებზე და ორი სახის სარგებელს მიიღებს თქვენს მიერ გამოტანილი განაჩენით დაზარალებული ამ სამოქალაქო საქმეში. ერთი ეს არის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც ბრალის დადგენილებაშიც გვაქვს კალკულაციაც გაკეთებულია, ხო? 7 მილიონი ლარი არის ეს თანხა. შესაბამისად, მინიმუმ ამ თანხაზე რუსთავი ორს უჩნდება ეგრევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და დამტკიცებულად ჩაითვლება სამოქალაქო პროცესში ზიანის მიყენების ფაქტიც და ზიანის ოდენობაც ამაზე ვერავინ ვეღარ იდავებს. და მეორე რეალურად რუსთავი 2 ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებით იშორებს კონკურენტ არხს. მთავარ არხს, ბუნებრივია მთავარი არხი ძალიან დაზარალდება მის გენერალური დირექტორის დაპატიმრებით და ეს აისახება სატელევიზიო რეიტინგებზე და შემოსავლებზე. ცხადია რუსთავი 2 სასარგებლოდ, ხო? მთავარ არხს მოაკლდება რეიტინგი და შემოსავალი, ხოლო რუსთავი 2-ს მოემატება როგორც რეიტინგი, ასევე შემოსავალი ფინანსური მდგომარეობაც, ბუნებრივია თქვენი ბავშვობის მეგობრის ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება მნიშვნელოვნად თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ეხლა რაც შეეხება თვითონ ურთიერთობის სახეს, რომ ის არის მეგობარი, მაგრამ მასთან არ საუბრობთ საქმეზე. რანაირად შეიძლება მოვიპოვოთ ჩვენ, ანუ მხარემ, მტკიცებულება, რომ თქვენ ბავშვობის მეგობართან არ გისაუბრიათ არც ერთხელ საქმეზე. წარმოუდგენელია მსგავსი მტკიცებულების მოპოვება, ხო? უბრალოდ ფაქტის არსებობა, რომ თქვენ ხართ უახლოესი მეგობრები და იმის გათვალისწინება, რომ თქვენ არ მოახდინეთ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ანუ თქვენი ინიციატივით არ მოგვაწოდეთ. ეს ინფორმაცია ცხადია, რომ არც ერთი გონიერი ადამიანის აღქმაში არ შეიძლება ტოვებდეს სივრცეს, სადაც ის დაიჯერებს, რომ მოსამართლე მის მეგობარს არ ესაუბრება მიყენებულ, უпростоრად მის განსახილველ საქმეზე და შესაბამისად არ იღებს ინფორმაციას მისგან. ასე რომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ ეს შუამდგომლობა არის ცალსახად დასაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ თქვენ როგორც მოსამართლე ამ საქმეზე ვერ აკმაყოფილებთ მიუკერძებლობის არც ობიექტურ სტანდარტს და არც სუბიექტურ სტანდარტს და შესაბამისად იმეჩნია რომ უნდა დააკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა და უნდა აიცილოთ აღნიშნული საქმე. მოწმეების უდაოცნობასთან დაკავშირებით ცალმხრივი პოზიცია, რაც წარმოადგენდა ბრალდების მხარემ, მიიღეთ გადაწყვეტილება და ეს მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა არ მოგვეცა. უკვე მაშინვე ჩვენ ვამბობდით, რომ არაერთი მოწმე, ვინც უდაოდ იქნა მიჩნეული, ჩვენს მიერ მათ დაკითხვა უნდა მომხდარიყო, არა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც თქვათ გამოკითხვის ოფისში იყო ასახული ან რაზეც შეიძლება გევარაუდოთ, რომ რაღაც დოკუმენტზე ახლა მომწერი, არამედ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს წამოჭრილ არაერთ სხვადასხვა საკითხზე. დღეს თქვენ ამბობთ, რომ ზაზაგველესიანი რაღაც ისეთი მნიშვნელობის მოწმე არ არისო, ჩხრეკის ოფისში აქო, ჩხრეკაში აქ მონაწილეობა მიღებული და ჩხრეკის ოფისში აქ ხელი მოწერილი და ამის ირგვლივ ხათ აიკითხებოდა თუ არ დაიკითხებოდა, ეს არაფერს არ ცვლიდა. და ამ დროს უკვე თქვენ გწოდნიათ, როდესაც ამ საქმეს ეს საქმე დაგეწერათ, რომ ზაზაგველესიანი იკავებდა ძალიან მაღალ პოზიციას დაზარალებულად ცნობილ კომპანიაში. შესაბამისად, უკვე ამ პროცესის საწყის ეტაპზევე თქვენთვის ცნობილი იყო, რომ არა ადამიანი სასამართლოში დაკითხვის შემთხვევაში მარტო ჩხრეკის ოფისთან დაკავშირებით კი არ დაესმებოდა, კითხავდა ჩვენ არ ვართ ხო შეზღუდული მოწმე დამტკიცებულ პირს, რომელიც სასამართლოში გამოცხადდება, მხოლოდ დოკუმენტის ირგვლივ დაუსვათ შეკითხვები, შეგვიძლია შეკითხვები დაუსვათ საქმისთვის რელევანტურ ნებისმიერ საკითხზე, ხო? უკვე მაშინვე იცოდით, რომ ამ მოწმის დაკითხვის დროს შეიძლება წამოჭრილიყო მთელი რიგი ისეთი საკითხები, რასაც შესაძლოა ამ საქმის ბედზეც კი მოეხდინათ გავლენა, სულ რო ახლო მეგობრობა არ ქონდათ. და ამის მიუხედავად არც ერთ ეტაპზე, პროცესის მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე თქვენ მასთან თქვენი პირადი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვიწოდებიათ. ეს რაც შეეხებოდა მოწმის დაკავშირებას საქმესთან, რაც უკვე უპირობო საფუძველი უნდა ყოფილიყო თქვენი აცილების. მაგრამ აქ გვაქვს უფრო რთული შემთხვევა. ეს ადამიანი კლასიკური სამართლებრივი გაგებით წარმოადგენს რუსთავი 2-ს. იმის მიუხედავად მოცემულ საქმეში რუსთავი 2-მა მინდობილობა ვის მისცა და სასამართლოს წინაშე
დაზარალებულის წარმომადგენლად ვინ დაიკითხა. ამ ადამიანს აქვს წარმომადგენლობით უფლებამოსილება ამ საქმის განხილვის ეტაპზე რუსთავიორის კომერციული დირექტორი თუ იყო, ხა კომერციული და იყო, ეს დადასტურებულია, მეტი წარმომადგენლობა რა უნდა გააჩნდეს და დღეს არის იმ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი და ეს ხო ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის, სალია მისაუბრა, რომელიც მართავს რუსთავიორის ფინანსების ნაწილში საუბრობდა სალია ზუსტად დაკითხვის დროს, რომ რუსთავიორის შემოსავლები ესე პირდაპირ რუსთავიორი კი არ იღებსო, მიდისო ჰოლდინგში და მე ჰოლდინგი ანაწილებსო. და ჰოლდინგის დირექტორია, ანუ საბოლოო ჯამში ბატონი ზაზა გველესიანი არის იმ სახსრების გამკარგავი, რასთან დაკავშირებითაც დღეს აქ საქმე მიმდინარეობს და რასაც ვიხილავთ. და ეს თქვენთვის ბატონო სამართლოს შეუძლებელია ცნობილი არ ყოფილიყო ზუსტად იმ დაშვებით, რაზეც ახლა აქ ნიკამ რო გაუსწროთ წეღან ხაზი კომპეტენციის თვალსაზრისით, საქმეს საკმაოდ დეტალურად იცნობთ თქვენ ეს დაკითხვების მიმდინარეობის დროსაც ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე, როდესაც ახდენთ ხოლმე ან ჩვენი კითხვების პერიფრას, ან გარკვეული პროტესტის მოხსნას, დაკმაყოფილებას და ასე შემდეგ, ძალიან ნათლად იცნობთ ამ საქმეს და ამავდროულად თუ ახლო და ბავშვობის მეგობარია, შეუძლებელია თქვენ ახლა წეღან კითხვით, რომ ესე რუსთავიოში მუშაობს ზუსტი პოზიცია არ ვიცით, მაგრამ შეუძლებელია არ გწოდნოდათ მით უმეტეს საქმეში, როდესაც დაინახეთ მისი ვინაობა, შეუძლებელია არ გწოდნოდათ და არ იცოდეთ მისი ფუნქციების შესახებ, მათ შორის ამჟამინდელი ფუნქციების შესახებ, ამაში ვერავინ ვერ გადაგვარწმუნებს ნებისმიერი საღი აზრის ტესტს გაუწევს, მათ შორის ახლა პროკურორებსაც რო ვკითხოთ, ისინიც ვერ გააკეთებენ განმარტებას, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე არ უნდა იცოდეს და არ ეცოდინება ზაზა გველესიანის, მისი ბავშვობის მეგობრის სამსახურებრივი პოზიცია და ფუნქციები ჰოლდინგში, რომელზეც 2 დღის წინ, 1 კვირის წინ მოწმე სალია საუბრობდა. და მე მინდა გაგახსენოთ ამ საქმეზე თავდაპირველი აცილება მოსამართლის, როდესაც დადგა და როდესაც მან აიცილა თავი ბატონ მარევაძემ რა იყო საფუძველი. საფუძველი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში შემოვიდა დაცვის მხარესთან და მიიღო იმდაგვარი გადაწყვეტილებები, რასაც თვითონ აცილების დაკმაყოფილების დროსაც თვლიდა, რომ კანონიერად მიიღო, ეჭქვეშ არ დაუყენებია კანონიერების ნაწილი. უბრალოდ შეიძლება პიროვნული ფაქტორები იმდაგვარად წარიმართოს ურთიერთობები პროცესზე, რომ გარე აღქმის თვალსაზრისით მე ობიექტურ მოსამართლედ ვერ ჩავითვალო და თუ სწორად მახსოვს, ჩვენ როდესაც აცილების შემდგომლობა წამოვაყენეთ, მან დაგვასწრო და თვით აცილება გააცხადა. ანუ ჩვენ ვთქვათ, რომ აცილების შემდგომლობა გვაქვს, მაგრამ მან თქვა, რომ არ არის ამის დაყენების საჭიროება, მე თვითონ ვაკ თვით აცილება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გახსნის პროცესზე რაღაც თარიღებთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რეალისტურია თუ არა? რეალისტური ისიც არის, რომ ხო შეიძლება ზაზაგველესიანი საერთოდ არ იყოს ინტერნეტზე და ამ შემთხვევაში რა ხდება? არა, დღეს ხო არის ესეც ხო არის. აცილებას ვაჟღერებ. ხო არის ესეც, გაშვაში თანამშრომელია, დამფუძნებელი ხო არა? ეს ხო ფაქტია. შემდეგ ძალიან მე გეთანხმები, რომ ეს აბსტრაქცია კი არა, ეს სიტყვა კონჩენეს, მაგრამ ეს არის რაღაცა ეს თქო მოდელირებული სცენა, მაგრამ მოდელირებული არ ახსენე. რეალური აი ესე მოხდება თუ არა, ამ სხვა წიასამოყარებას ხო არ ვიტყობ. შესაძლებელია თუ არა ესე მოხდეს სამართლებრივად. ის არის თანამშრომელი კომპანიის, რომლის თანამშრომელი შეიძლება ხვალ აღარ იყოს და ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ის არ წყვეტს, გადაწყვეტილების მიღები არ არის. არის ორგანიზაცია არის დაზარალებულად ცნობილი და ყავს და ხვალ ყავს მფლობელი. ყავს მფლობელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. ხო, რაშვაშია თანამშრომელი. თანამშრომელი აღარ არის. ეს დირექტორი ეხლა აღარ არის. კარგი, ბევრი კამათი. ხარობ შემდეგ კი დამატებით თუ რა შეეხება განმარტებისთვის ძალიან. სა ზოგადად რა მივიდეთ შემაჯამებელი რო დავასრულო აცილების მიზანი ზოგადად რა იყო ჩემი აზრით დაცვისხარი რატო დააყენა ეს აცილება გარდა იმისა რომ საზოგადოებაში გარკვეული აღქმებით გააჩინონ და შემდგომ ამაზე აპელირება მოახდინონ განუწყვეტლივ დღეს კიდევ ერთი ასპექტი ის არის რომ დღეს უნდა მოიყვანოთ მოწმეები უნდა დაგვეწყო მტკიცებულების გამოკვლევა დაცვისხარის მტკიცებულების გამოკვლევა ფაქტია რომ არც ერთი მოწმე მოყვანილი არ აყავთ და მოიტანეს შუამდგომლობა აცილების არა ამის გადასახარად არა პროცესის გაჭიანურების მიზნით რომ რომელიმე პროცესი გაჭიანურდეს ერთი თუ შეიძლება იმ სამი მოწმის გარდა ყავთ კიდევ 10 მოწმე მათ შორის თქვენ სახართ დასაკეთებთა სიაში და ინფორმაცია მიდოდა იმაზე დაყრდნობით მინდა სხვების დაკითხვა რა შეიძლება
გავიგეთ თქვენი ის არის მე ხო ჩემ შეფასებას ვაკეთებ რა ჩემ შეფასებაში რატომ მედავიდით სწორი არის თუ არასწორი არის მე ჩემ შეფასებას ვაკეთებ თუ განმარტებები სწორედ ამიტომ იქნა ეს ჩემი შეფასებით უსაფუძვლო შუამდგომლობას დაყენებული რომ როგორმე პროცესის გაჭიანურება მოხდეს შესაბამისად მე მიმაჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ არის საფუძვლიანი დასაბუთებული და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული იუდიცებთან დაკავშირებით ჩვენ თქვით როგორი აბსტრაქტული არის ეს დასაშვებები რაც თქვენ გააკეთეთ აბა დაშვება ერთი წუთი უყურე აბსტრაქტული დაშვება როგორ უნდა გავაკეთო სანამ განაჩენი არ გამოწვია დაშვება როგორ გავაკეთო კეთილი უნდერნებოს და დამაშავებას შესაძლოა ძლიერი უნდა უნდესობოს დაზარალოს ეს არის გავიგე გეთანხმები ბაბაში მაგრამ დაზარალების მეგობრებმა არ უნდა გადამოწყვეტოს რომ ეს გავაკეთო თორე მე იმაზე კი არ მაქვს პრეტენზია სამართლიანობის სასამართლო გაიგულოს და თუ ხა ეკвадоრი სტანდარტია რომ მით უმეტეს დარწმუნებული ხარ რატო გაიგე თქვენი შეფასება რომ დაზარალებული აბა ეს ამბირებია წარმოადგენს დაზარალებას თქვენი შეფასება ის წარმოადგენს ეს ამბირებია დაზარალებას სალია და პატა მეხეშვილი რომელიც რა პატა სალია და პატა მეხეშვილი ოფიციალურად რატომ ვსვამთ ის მაშინ პატა სალიას თუ ის არაფერს არ წარმოადგენს სვია ატასალია რომ ყოფილიყო ბატონი ლაშას მეგობარი ატასალია რომ ყოფილიყო ბატონი ლაშას მეგობარი დაუჭერდით ხარ აცილებას ბატონო ბექა მოდი ჯერ დაასრულოს ამბების პარასა შემდეგ ძან ბატონო მიკა ბატონო ბექა თხოვთ დაასრულოს ბრალდების ხარიმ და დამატებითი განმარტებები ძანეთ კიდევ დავამატებ ბატონო მოსამართლე ორ სიტყვას პირველ რიგში ვეთანხმები კოლეგას პატასალია რო ყოფილიყო მეხრიშვილი რო ყოფილიყო ეგ სხვა რეალობაა სხვა და ამაზე ჩვენ ვერ ვიმჯერებთ რაც შეეხება დაშვებას იმაშინ რომ სასამართლო ფარგლებში ვარ ანუ მე ყურადღებით ისმენდი და ვიწერდი კიდევ უბრალოდ აცილების ფარგლებში რატო ვერ ვიმსჯელებთ მაგ საკითხზე რაც შეეხება დაშვებას მოსამართლე მიმაჩნია რომ სასამართლო არ არის ამ დონის დაშვების ადგილი როდესაც მხარე მე თქვენგან მოვითხო რომ ბოლომდე მომისმინოთ და მე როგორ დააფიქსეთ პოზ მადლობა დიდი მადლობა ბატონო მოსამართლე როდესაც მხარე აყენებს შუამდგომლობას მას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა რომ დაასაბუთოს თავისი პოზიცია მოსულ შემთხვევაში ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ რაც შეეხება კავშირს გველესანის კავშირს განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან ძალიან მარტივია ბატონო მოსამართლე და ასევე დასვეს საზოგადოებრივი დასვის მხარესაც როდესაც საქმე შევიდა სასამართლოში განსახილველად გველესანს რა კავშირი ჰქონდა მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში თქვენ თავად მიმართავ დასვის მხარეს უდაოდ გახადეთ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი გამომძიებელი მე რიტორიკული კითხვა მიიღეთ ეს ჩემი კითხვა და არ მიპასუხოთ მადლობა და შესაბამისად მაქვს კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა დასვის მხარესთან როგორ შეიძლება უდაოდ ცნობილი საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით მონაწილე პირი ბატონო მე გისმენდით ბატონო ნიკა და თქვენგანაც მოვითხოვ ანალოგიურ გამოკიდებულებას ვაგრძელებ მე ჩემს სინადადებას და როგორ შეიძლება უდაო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მოწმე გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი. გარდა ამისა, ბატონო მოსამართლე. ბატონო ნიკა. მე შემდგომში თქვენს მიმართ ანალოგიურ ცელს გამოვიყენებ და დარწმუნებული ვარ არ მოგეწონება. მიღლაობაში ვერ დავასრულებთ. ჯერ მოვისმინოთ ბრალდების ხარის პოზიცია, შემდეგ დამატებით ბრძანეთ არანაირი შეზღუდვა არ აქვს. და შემდეგ მოგახსენებთ საკუთარ მოსაზრებას. ბრძანეთ. შესაბამისად, ბატონო მოსამართლე, მე ვაფიქსირებ ასეთ პოზიციას. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე ფიქრობდა, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა და ასე შემდეგ, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა მოეპოვებინა ეს ინფორმაცია და სასამართლო პროცესზე ეს გახდებოდა მსჯელობის საგანი. დღევანდელ რეალობამდე ჩვენ მოვედით იმ მოცემულობით სხვა რაღაცას ვსაუბრობ ბატონო ნიკა. თუ არ მომისმენთ, ხო, ჩემს არც ვერ გაიგებს ასე ნაწყვეტებას. მე ბევრი რაღაცა მსმენია და თქვენს გაიგებთ, მომისმენთ ყველა. მადლობა, ანალოგიურად. ბატონო მოსამართლე, შესაბამისად ამ შემთხვევაში უდავო საგამოძიებო მოქმედების მონაწილის რაიმე სახის კავშირის ეს დაუსაბუთებელი კავშირი და დაცვის მხარის ძალიან ჰიპოთეტიკური დაშვებები არ ამგონია იყოს რელევანტური
მტკიცებულება და პოზიცია აცილების შუამდგომლობის დაყენებისთვის. რაც შეეხება მეორე საკითხს, რასაც შეეხო დაცვის მხარე თავის გამოსვლაში ბატონო მოსამართლე, მართლა პარადოქსული ვითარება, როგორ შეიძლება დაცვა იყოს, ან ნებისმიერ მხარე სასამართლოში იყოს იმისი წინააღმდეგი, რომ მისი მტკიცებულება გახდეს უდავო. ერთ-ერთი ბატონ ნიკა. გთხოვთ. შესაბამისად ბატონო მოსამართლე მართლა პარადოქსული სიტუაცია, ისეთი სიტუაცია, რომ დაცვის მხარე მოვიდა სასამართლოში, აქამდე მოვიდა და იძახის, რომ აგერ ჩემო ბატონო, ჩემი მტკიცებულება ჩემთვის არის სადავო. ეს ასე არ შეიძლება. თუ დაცვის მხარეს ქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტ ინფორმაციის მიიღებდა კონკრეტული მოწმისგან, მაშინ ამ შემთხვევაში მას უნდა წარმოედგინა შესაბამისი ინფორმაცია. ეს ასე არ შეიძლება წერია მუხში საქმე. მე ბოლოს გაგიმეორებ და მე ვისაუბრებ და თქვენ შეგიძლიათ პარალელურად ისაუბროთ. დისკომფორტს არ შევავით. შესაბამისად ბატონო მოსამართლე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სხვა არგუმენტების ნაწილში ვეთანხმებით ჩემს კოლეგას. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან თუ გვაქვს რაიმე დამატებით განმარტებისათვის. პასუხს გავცემ თუ შეიძლება. ჩვენს მიერ წარმოქმნილი შუამდგომლობი და მასალებით ნათლად დასტურდება, რომ ზაზა გველესიანი ამ საქმეში არ არის უბრალო მოწმე, რომელიც მონაწილეობდა ჩხრეკაში და რომლის სადაობაც თავისებურად განმარტა ბრალდების მხარემ. არ შევეხები იმ სადაობა, არ სადაობას, იმიტომ რომ საერთოდ არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა ამ შუამდგომლობასთან მიმართებაში. შუამდგომლობით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და იმ დანართებით და იმ მასალებით, რომელიც მე მოვიძიე, დაცვის მხარემ მოიძია ამ შუამდგომლობის დასაბუთების ფარგლებში. ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა გველესიანი არის არა უბრალოდ რუსთავიორის თანამშრომელი, არამედ ის არის პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ კომპანიაში და მტკიცებულებები, რომელიც წარმოგიდგინეთ, სრულად ადასტურებს ამას, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს, რომელიც იმ დროს, როცა საქმეზე გამოძიება დაიწყო, იყო რუსთავიორის გენერალური დირექტორის მოადგილე, კომერციული დირექტორი, ეგრეთ წოდებული კომერციული დირექტორი და დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც მედია ჰოლდინგი შეიქმნა, ყველა საჯარო უწყებაში დაცული ინფორმაციით ის არის პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რუსთავიორში. ის არის ერთადერთი პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რუსთავიორის ფინანსებთან დაკავშირებით და ის არის პირი, თვით პაატასალიას ჩვენებითაც დადასტურდა ის, მან მოგრძალებულად განგვიცხადა, რომ მე რუსთავიორის დირექტორი კი ვარო, მაგრამ მედია ჰოლდინგის დირექტორი არისო, ზაზა გველესიანიო და ვაკო ავალიანიო და იქ მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებებიო, ეს არის პირი, რომელიც რუსთავიორთან მიმართებაში იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ზაზა გველესიანი არის მოწმის სტატუსის მქონე პირი ამ საქმეში და არ არის დაინტერესებული საქმის ბედით, არის აბსურდული და წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ზაზა გველესიანი არის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსთავიორში და შესაბამისად მნიშვნელოვანი ფიგურა ამ სისხლის სამართლის საქმეში. ამის დასტურად ის ერთი წერილიც გმარა, რომლითაც ის მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კონკრეტული საერთო დროის გამოყოფაზე სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, სადაც ის ამ წერილს ხელს აწერს როგორც მედია ჰოლდინგის დირექტორი ბრენდული სახელწოდებით ტელეკომპანია რუსთავიორი. ეს ფაქტი დადასტურებულია და არ ამგონია ამის უარყოფას კონდეს რაიმე აზრი, მათ შორის იმის მტკიცებას, რომ ის არის კონკრეტული მოწმე, რომლის სადაობაც ჩხრეკაში მონაწილე პირი, რომლის სადაობაც დაცვის მხარეს გაგვიხდია თუ არ გაგვიხდია. მით უმეტეს, რომ გავხადეთ ჩვენ ამ პირის სადაობა სასამართლოს ხდომაზე, ვითხოვდით მის დაკითხვას, მაგრამ თქვენ ეს ამის საშუალება და ამის უფლება არ მოგვეცით, იმიტომ რომ თვითნებურად გადაწყვიტეთ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაგეკმაყოფილებინათ და მოგეხსნათ ჩვენთვის არა 23 როგორც ნიკამ თქვა, არამედ 32 მოწმე. მეორე გარემოება, ამის დამადასტურებლად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც დანართის სამად ერთვის წარმოდგენილ შუამდგომლობას და რომელიც პირდაპირ გადის გამოძიების დაწყება არ დაწყებაზე და ზოგადად რუსთავიორის და პერსონალურად ზაზა გველესიანის ინტერესზე ამ საქმის შედეგების მიმართ. 2019 წლის 2 აგვისტოს მიშამ შვილდაძის მიცემული ინტერვიუთი ირკვევა და ეს თემა აქტიურად განხილვისაგან იყო საზოგადოებაში იმ პერიოდში, რომ რუსთავიორის ახალ გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას შეგახსენებთ, რომ 10 დღეა გასული მას შემდეგ, რაც პაატასალია დაინიშნა რუსთავიორის გენერალურ დირექტორთან, მიშამ შვილდაძეს როგორც ჩემი ცოლის დაქალების წარმომადგენლოს შეხვდა სახელად ზაზა, ადამიანის სახელად ზაზა, რომელმაც უთხრა მას, რომ თუ რუსთავიორთან თანამშრომლობას არ გააგრძელებდა ჩემი ცოლის დაქალები,
მასალები ინტერმედიას მიმართულებით პრობლემები შეექმნებოდა. ალბათ მოგეხსენებათ ვინ არის ზურაბიაშვილი, რატომ არის ამ საქმეში წარმოდგენილი და როდის თქვენ ჩემზე უკეთესად იცის ამ საქმის მასალები, როდის დაიწყო ზურაბიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, მას შემდეგ რაც შემიცოლის დაქალებმა დატოვა რუსთავი 2, ანუ არ დაუჯერა იგივე ზაზა გველესიანს, დატოვა რუსთავი 2 და გადავიდა ტელეკომპანია ფორმულაზე, რომელიც იმ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ზაზა გველესიანი არის უბრალოდ თანამშრომელი რუსთავი 2-ში, მგონია რომ უბრალოდ როგორ ხო, მგონია რომ უბრალოდ აზრის მოკლებულია და არა მგონია რომ თქვენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამ კონტექსტის გატარება ცადოთ თქვენს პასუხში ჩვენ შუამდგომლობაზე. მეორე ნაწილი, რომელსაც ასევე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. თქვენც დაადასტურეთ და მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანი არის თქვენი უახლოესი მეგობარი. ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საქმის ბედით. Facebook-ზე სხვადასხვა Facebook პროფილების დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ, მინიმუმ საახალწლოდ, ან 2 იანვარს, ან 14 იანვარს თქვენ ხვდებით ამ ადამიანს. გქონდათ თუ არა საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია? არ გქონდათ ამ საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია, აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის თქვენი მიკერძოების ან მიუკერძოებების დასასაბუთებლად. ფაქტია, რომ საქმის ბედით დაინტერესებული პირი არის თქვენი ახლო მეგობარი და ამ საქმის ბედის გადაწყვეტის შედეგად ის მიიღებს გარკვეულ ბენეფიტებს. რაც ჩემი აზრით სრულიად საკმარისია იმისა, რომ თქვენ ჩამოშორებული უნდა იქნეთ ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვისგან. ეს არის ჩემი პოზიცია, სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომელმაც ეს შუამდგომლობა დაასაბუთეს და გთხოვთ დააკმაყოფილოთ იქ. საქმისთვის და მხარეებისთვისაც, მათ შორის ბრალდების მხარისთვისაც ასე უფრო უკეთესი იქნება. ძალიან მოკლედ. რა თქმა უნდა. ძალიან ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ უდაოდ არის ცნობილი. უდაოდ ცნობილი კი არა, სულ რომ მოწმეთა სიაში არ ყოფილიყო გველესიანი და აღმოგვეჩინა ეს გარემოება, უკვე აცილების უპირობო საფუძველი იქნება. და მით უმეტეს უდაობაზე თქვენ რასაც ამბობთ, ჯერ ხო კატეგორიულად არ გეთანხმებით, მაგრამ მაგ დისკუსიაში ახლა არ შევალთ ფოკუსი რომ არ დაიკარგოს. ვიდრე ამ საკითხზე უდაობაზე მოხდებოდა საერთოდ შეძლება. მანამდე ხო იცოდა მოსამართლემ რომ მისი ახლო მეგობარია ზაზა გველესიანი. ბაში ჩვენ ეჭვშეტანის საფუძველი გვაქვს რომ თავის დროზე როდესაც ეს საქმე დაეწერა, მიიღო წარმოებაში და ეს აღმოაჩინა და არ გაგვიმხილა, ეს უკვე მის მიუკერძოებულობას ეჭვში აყენებს და ფაქტია რომ მოწმეც იყო ის კაცი, ფაქტია რომ სასამართლოს თვითნებური გადაწყვეტილებით მოხდა ის რომ ამ ადამიანის დაკითხვის შესაძლებლობა არ გვეძლევა და ფაქტია რომ დღეს ეს ადამიანი არის თავარი გადაწყვეტილებების მიმღები რუსთავი 2-ში და რუსთავი 2-ს წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, მათ შორის კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, ხო? მეტი რა უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ ეს საქმე მოსამართლემ არ განიხილოს. ამის მიღმა რა სტანდარტი უნდა წარმოადგინოთ. ამის მიღმა, ბოდიში ამ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ გაყენებთ, ჩანაწერი უნდა მოვიტანოთ, რომ სადაც ვთქვათ მოსამართლე ესაუბრება გველესიანს, რომ საქმე შედეგი აი ამას გაკეთებ და შენ ამ ხეირს ნახავ. უფრო მეტი სხვას ვერაფერს ვერ წარმოვადგენ. ძალიან მოკლედ დავამატებ ბატონო მოსამართლე, რეალურად მე ვფიქრობ, რომ პროკურორების პათოსი, ხმის ტემბრი და გაჟღერებული არგუმენტები მიუთითებს ერთადერთ რამეს, ისინიც ეთანხმებიან შინაგანად წარმოდგენილ შუამდგომლობას და დარწმუნებულად თქვენ ამას დააფიქსირებთ, მიუხედავად იმისა, სიტყვებით რა პოზიცია გააჟღერეს. ეხლა მცდელობა რომ ზაზა გველესიანის როლის ნიველირება მომხდარიყო მითითებით, რომ ერთ-ერთი თანამშრომელია, რანაირად არის ერთ-ერთი თანამშრომელი ადამიანი იყო გენერალური დირექტორის მოადგილე და იყო პატასალიას მისვლისთანავე. ოქტომბერი რაზეც ზუსტად საუბრობდა, ეს იყო უბრალოდ ფოტოს გადაღების თარიღი 2019 წლის ოქტომბერი. ბატონო ზვიად, შემთხვევით ხო არ ნახავთ, შემთხვევით ხო არ ნახავთ მის Facebook-ზე დაფიქსირებულ სტატუსს, რომ ის არის გენერალური დირექტორის მოადგილე რუსთავი 2-ში ყოფილში და ეხლა რეალურად რუსთავი 2 რაც არის, იქ არის გენერალური დირექტორი. ბატონო ზვიად, ასე რომ ნიველირება მისი როლის ვაი ერთ-ერთი თანამშრომელია 200-დან
არ გამოგივათ ერთ-ერთი კი არა ეგ არის დირექტორი ხო შესაბამისად რაზე ვსაუბრობთ ეხლა რომ მას გავლენა არ აქვს რუსთავიორში ამას რომ თავი დავნებოთ მეორე საკითხი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბატონმა ზვიადმა თქვა რომ აბსტრაქტული მოცემულობა დახატა ნიკა გვარამიამ როდესაც საუბრობდა რომ სამოქალაქო სარჩელი შეიძლება შევიდესო აბსტრაქტული რეალობა კი არა ამ განაჩენით ბატონო ლაშა მოთხოვნის უფლება წარმოეშვება დაზარალებულს მოთხოვნის უფლება რის გაფლანგვაზეც შეგახსენებთ არ არსებულ მოთხოვნის გაფლანგვაზე ბრალი არ წარდგენილი გვარამიას მაგრამ ეს იქნება მოთხოვნის უფლება თქვენი განაჩენი წარმოუშვებს დაზარალებულს მოთხოვნის უფლებას და უფრო მეტიც ამ მოთხოვნის უფლების რეალიზებაც კი დამტკიცებაც კი არ ჭირდება სასამართლოში, იმიტომ რომ ფაქტების დამტკიცებულად ეთვლება, ზიანის ოდენობაც დამტკიცებულად ეთვლება. შესაბამისად, აბსტრაქტული მოცემულობა კი არა, უფლება წარმოეშვება, რომ მოითხოვოს 7 მილიონი ლარი და ბუნებრივია, რომ ამაზე ხელშესახები პირდაპირი შედეგი რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს დაზარალებულმა, ან რა სარგებელი შეიძლება მიიღოს, თითქმის წარმოუდგენელია. დასრულეთ. კი. მადლობა. სხვა მოსაზრებები ხომ არ არის რაიმე დამატებით ხომ არ გვინდა? ბრალდებას თუ შესაძლოა. კარგი. მოვისმინეთ დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე. რა თქმა უნდა, დეტალურად შევეხები ბევრი იმ საკითხს, რაც გაჟღერებული იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობაში. აცილების შესახებ გულწრფელად გეტყვით, პირობითად სიამოვნებით ავიცილებთ საქმეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მოსამართლის განწყობა და პიროვნული დამოკიდებულება საქმისადმი, ეს არის ობიექტური და სუბიექტური მათ შორის კრიტერიუმები, რაც მკაცრად არის გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, ასევე ბანგალურის ცნობილ პრინციპებში. რაც შეეხება საკითხს პირობითად, რაც შეიძლება მოსამართლის აცილების ანუ ეჭქვეშ დააყენოს სასამართლო შემადგენლობის ობიექტურობა ან მიუკერძოებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო შემდეგ განმარტებას გააკეთებს. პირველ რიგში ჩემი მოსაზრებაა ეს გამომდინარე დაცვის შუამდგომლობასთან მიმართებით, მე ვფიქრობ ეს ცოტა რაღაც გაბუტული პოზიცია იყო გამომდინარე იქიდან რომ თურმე სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების დასაშვებობასთან თუ უდაოცნობის ფაქტში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუბიექტურ და ობიექტურ ტესტზე, რაც ბატონმა ნიკამ გააჟღერა, ბუნებრივია ობიექტურ კრიტერიუმებში, ასევე მოიაზრება ის მოცემულობა, რამდენად შესატყვისი და შესაბამისი არის მოსამართლის საპროცესო მოქმედებები, ან აშკარად ხომ არ გამოხატავს მხარისადმი ერთი წამი. თუ შეიძლება ბატონ ნიკა, როცა ვსაუბრობ, თქვენ ისმენთ. არა, უბრალოდ გადაარჩუნებია, მაგრამ ხო, არა, ეს გამომდინარე შუამდგომლობაში რაც არის მითითებული, მე მხოლოდ იმით ვხელმძღვანელობ, ასევე იმ განმარტებებით, რაც თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ იქნა გაჟღერებული. ანუ რაც შეეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, ამას აუცილებლად დამატებით შევეხები, რომ საზოგადოებისთვის უფრო ნათელი იყოს დაცვის მხარის მხრიდან ამ მოცემულობის უტრირება იმგვარად, რომ სასამართლომ წაართვა მათი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა, ეს ნამდვილად არ არის ასე, პირიქით სასამართლომ მიიღო როგორც პრეიუდიცია, როგორც დაცვის მხარის სასარგებლო მტკიცებულება, თუ ამას დაცვის მხარე ესე მოიაზრებდა. რაც შეეხება იმ სამართლებრივ რისკებს, დამატებით შევეხები, როდესაც საუბარია კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე და გარკვეული გონივრული მოლოდინი, რა შეიძლება ასე ვთქვათ, რა მოლოდინი გააჩნდეს სასამართლოს, რა სიტყვის მოწმის, შესაძლოა ბატონ დიმიტრის ქონოდა ბევრი სხვა შეკითხვა მასთან, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მოწმის დაკითხვა ხდება იმ ფარგლებში, პირობითად საგამოძიებო საპროცესო მოქმედების მონაწილეა, ან თუ არა ფაქტობრივ გარემოებებთან მოწმე კონკრეტულ ინფორმაციას. ამიტომ ეს არ არის ბუნებრივი აბსოლუტური უფლება და იგი გარკვეულ ჩარჩოებს ექვემდებარება, მათ შორის დაკითხვის პროცედურებთან მიმართებით. მე ვფიქრობ, ეს დაცვის მხარის ეს გაღიზიანება სწორედ ამითი შეიძლება აიხსნას, რაც შეეხება მოწმეთა უდაოცნობის ფაქტს. ეს ჩემი შეფასებაა და მოისმინეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც შუალედურია პირობითად და მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეს გემოვნებიდან გამომდინარე, ბუნებრივია მისი გასაჩივრება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. რაც შეეხება თავად პოზიციას, რომ დაცვის მხარემ რამდენჯერმე გააჟღერა საზოგადოება და საზოგადოების აღქმა. ძალიან კარგია, რომ დაცვის მხარემ ეს ნაწილიც მოიყვანა საკუთარ მსჯელობაში. მე არ ვფიქრობ, რომ ამ პოზიციით თქვენ
თქვენი განმარტებით მხოლოდ მთელი საზოგადოების აზრს გამოხატავთ. პირველ რიგში იურიდიულ წრეებში ალბათ მე ვფიქრობ არ არის უცნობი მოსამართლე ლაშა ჭყიკვაძის სამოსამართლო შემოქმედება და ასე ვთქვათ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის არა სუბიექტური ერთი საშუალო გონივრულ ერთი იურიდიული ბატონი ერთი საერთაშორისო პრაქტიკაში არც ბატონი ეხლა თუ ჩვენ პოლემიკაში შევდივართ ეს მოცემულობა არის იურიდიულ წრეებს ერთი წამით დამასრულებელი არა, ბატონი ბუდიში, ბანგალორი, არა, მე ეს არ მithქვამს და ამიტომ ნუ შეცვლით ჩემს ნატვი იურიდიული წრეები ერთი 10% არ არის საქართველოს მოსახლეობის. მოდით ერთ რამაზე ჩამოვიდეთ. და არც სრულ მოსახლეობაზე ვსაუბრობ, ჩვენ ბანგალორის პრინციპები ამბობს, მიუკერძოებელ გონივრულ დამკვირვებელს, რა თქმა უნდა, საზოგადოება. მივალ ბატონო ნიკა აუცილებლად ოღონდ უნდა შევთანხმდეთ პლატფორმაზე, რომ სასამართლო, ასე ვთქვათ, გარკვეულ мотиваციას ახდენს საკუთარი გადაწყვეტილების და აღიჭურვეთ მოთმინებით და ხოთ მოისმინოთ ბოლომდე სასამართლო შეფასება. რაც შეეხება შუა, ასე ვთქვათ, საშუალო გონივრულ ადამიანს საზოგადოებაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რაღაცა ზედმეტი, ასე ვთქვათ, ფაქტების არასწორი ინტერპრეტირებით, არასწორი მოლოდინები და საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს საკმაოდ გონიერია დაუშვათ რა ნიშნები შეიძლება არსებობდეს მოსამართლის მიკერძოებაში თუ მიუკერძოებლობაში. ეხლა რაც შეეხება საკითხს, რომ სასამართლომ რატომ არ გაამხილა თურმე ზაზა გველესიანთან ნაცნობობა და მეგობრობა. პირველ რიგში მინდა ძალსახად განმარტო, რომ სწორედ საქმის მასალებიდან გამომდინარე, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, უნებრივია ეს საკითხი არც სამართლებრივ და არც მორალისტური თვალსაზრისით არ იდგა, იმიტომ რომ სასამართლო არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს თუნდაც თეორიულად საქმეში არსებულ პირებთან მიმართებით, თუ ის არ არის დაზარალებული, თუ ის არ არის ბრალდებული ან არ წარმოადგენს მხარს. დაზარალებულზე რას ვამბობ? ერთი წამით. აქ დათქმა არის სწორედ იმ ნაწილში, რომ შესაძლოა მან გარკვეული კარიერული იერარქია გაიარა და იმ სიტუაციაში, როდესაც გამოძიება დაიწყო, საერთოდ რა ფიგურას წარმოადგენდა ბატონი ზაზა, მათ შორის როდესაც ქალბატონი საითხილავდით იმ მომენტიდან. როცა იხილავდა გამოძიება რო დაიწყო, თქვენ პირველი მოსამართლეც კი არ იყავით, შეიცვალა იმის ვერ. მაგ დროს გამოწყვეტ რო ჩაერთეთ საქმეში, უკვე იყო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ასე რომ ფაქტობრივი გარემოებები არ დავამახინჯოთ ძალიან ხო. დასაბუთებად, მაგრამ ფაქტები. კი ბატონო, ფაქტებად ეს ამოვდივარ იმ განმარტებებიდან, რაც მოისმინეს სასამართლოს ხდომაზე. ეხლა რაც შეეხება მეგობრობას, უნებრივია, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არასოდეს მინდა გითხრათ და არც ჩემ მეგობრებს არ უმალავ, საზოგადოებას არ უმალავ და ეს ბევრისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ასეთი წარმატებით ბატონიკა, მე და თქვენ ერთად მუშაობდით სადისციპლინო კოლეგიაში, ამას იხსენებთ თუ არა, ესეც შეიძლება დაშვების დონეზე გავატარო. ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ნუ არ გაგეცილებიათ ამ საფუძველზე ჩემთან არ არის ეს აცილების საფუძველი ბატონიკა. აცილების ხო და მაგას გეუბნებით რო არ არის. კაცრად გაწერილი. მათ შორის დაზარალებული მხარესთან კომუნიკაცია არის მთავარი პრობლემა. დიახ. დიახ, მეგობრობა და კომუნიკაცია და მის ინტერესებში მოქმედება. თავი რო დავარებოთ, ვინ არის, რა არის, როგორ არის, ახლა ვინ არის იმაზეც რო ვილაპარაკოთ. ხოლო დაზარალებულია, რომელსაც პრეიუდიციურ кейს უქმნით ჩემ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის. თქვენ იცით მე უკვე რას ვქმნი? ეხლა არ მითხრათ თუ დაშვება გამამტყუნებელი განაჩენის აცილების დროს არ შეიძლება, როგორც პროკურატურა ლაპარაკობდა. ერთი წამი თუ შეიძლება. აი ეს რა მკითხეთ ბატონო ლაშა? ერთი წამი. აი კონკრეტულად ეს შეკითხვა რა იყო, რომ მიცით უკვე რას ქვია, ანუ ვენდერო თქვენ გამომართლებელ განაჩენს ამბობთ და გამოგაქვთ და ამიტომ არაიცილებთ ამ ეტაპზე, ხა ესეთი შეკითხვა მაგით ეს არ არის პრეცედენტი შეკითხვა. დავშვიდით და მოისმინეთ. იმ დეკლარირებული განწყობების პირობებში. ეხლა ბრალდება უნდა ერთი წამი თუ შეიძლება, ეხლა მართლა ბავშვით შენიშვნას ხო არ მოგცემთ, არა? მოისმინეთ, აღიჭუროთ მოთმინებით. რაც შეეხება საკითხს, ესეც საინტერესო მომენტია და აუცილებლად უნდა შევეხო რაღაც მტკიცებით ფორმაში უკვე ალბათ ვიჭერთ ბატონიკას და სხვათა შორის
გადაჩენის პროექტი მაგ გადაგზავნილი ზაზა გველესიანისთვის და ალბათ შენიშვნებით დამებრუნებს მე და გაგაცნობთ ამ შენიშვნებსაც. ეს ცოტა ისე იუმორისტულად გადაუხდა. ბატონაშე, სერიოზულად ამბობთ ამას? ბავშვი ხო არ ახართო მე მითხარით და ამას ეხა თქვენ სერიოზულად ამბობთ? გადავაგზავნე ბატონიკა, ეს არა, ეს ფაქტი უნდა წარმომედგინა? ერთი წამით თუ შეიძლება. გამომტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში რა მოხდება? ამის საფუძველზე აცილების უფლება მაგ თუ არა? შემთხვევაში დაშვების უფლება აცილების შუამდგომლობისას არც მაქვს თუ არა? შუამდგომლობა. ეხლა მოისმინეთ შესაბამისად გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე. ძალიან მარტივად ეს არის პროცედურა. ხო, არა. საოცრებად არა უშავს. შოკში ხართ და ეს საოცრება მოისმინე რომ თურმე განაცხადება გამოთა რატო აყენებს ბატონიკა ერთი წამით თუ შეიძლება. ჩვენ გვაინტერესებს დასაბუთება და მოგვასმინეთ. შეიძლება რა და მოისმინეთ ძალიან კარგად რა განმარტებას აკეთებს ასაკი. გეუნებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცდელობა. ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ვინც იცნობს მოსამართლე ლაშეშკიკვაძეს, ძალიან კარგად მოიკითხეთ რა ფორმით და რა შესაძლებლობებით აქვს მასზე. ბატონაშე, ძალიან ხშირად ამბობთ მაგას, ვინც იცნობს, არავინ არ გიცნობთ. დიახ. 100 კაცი გიცნობთ, პირობითად ვთქვათ, 1000 კაცი გიცნობთ. მე რას სულს ეს? მოიკითხეთ იმ იურიდიულ წრეებში, რა შუაშია? დაშვებებს აკეთებთ. ეხლა მოისმინეთ განმარტებები. ერთი წამი. რა შუაშია? მოიკითხეთ ლაშა ჩხიკვაძე რა ტექსტია, ბატონო ლაშა. აი თქვენი კომპეტენცია, რომელიც სრულიად უდავოა ჩემთვის. როგორც მაღალი. აი ხო, საერთოდ გაღმა არის ამ კომპეტენციის მიღება ყველაფერი რაც ახლა თქვი. ასე მოვიკითხო ლაშა ჩხიკვაძის რეპუტაცია რა ტექსტია მოსამართლეს მხრიდან. ესე იგი, მე თურმე თქვენ პრაქტიკულად დანაშაულის ჩადენას ედავებით სასამართლოს ეს არის. არა, ბატონოშა, აცილებას ეხა დანაშაულის ჩადენათ დავაში მე. კონტექსტი რა იყო, იცით ამისი, რომ თურმე მე ზაზა გველესიანთან მივდივარ, რაღაცაიც ვათანხმებ საქმესთან დაკავშირებით. აცილებას გიყენებ, ბატონოშა, იმაზე რომ დაშვება არის ამისი რომ მე გააკეთოთ ესკო, რა შუაში მე კორუფციული ბრალდება მინდოდეს თქვენზე, პროკურატურაში შევიტანდი განცხადებას, აცილებას კი არ დავაყენებდი. ეს საერთოდ არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აი, რო არ გესმით, მაშინ მოისმინეთ, კარგად და გაიგეთ. არა, ვერ გავიგებ, იმიტომ რომ საოცრებებს ლაპარაკობ. კარგი. გაწყვეტილებისთვის არ ვამბობ. აკმეთი ყოლიზება რომ შეფარდება სულ დაშვებაზე არ არის. აი მაგალითად საყვარელი რა კავშირები. ყავს ნაცნობი და ამიტომ დავაბარებთ თუ შეიძლება. ანუ თქვენ ახლა მეუბნებით რომ აცილება რო დავაკმაყოფილო, ნიშნავს იმას რომ კორუფციულ ბრალდებას ჩემ თავზე ვაკმაყოფილებო, ვადასტურებო. ხო? ეგეთი საერთოდ მართლა არ გამიგია, ბატონო, რას მეუბნები? ბატონო ნიკა, ერთი წამი. ეხლა რა შეეხება თვითონ საკითხს. შეფასებით ნაწილში ეს არის აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრება, რომელიც აქ სურათებს ეყრდნობა, რომ თურმე მე და ზაზას გვაქვს ურთიერთობა. გიდასტურებთ პატივცემულებო, რომ მე და ზაზა გველესიანი ვართ ბავშვობის მეგობრები. ეს არც დაბიმალავს ეს ფაქტი და არც არასოდეს დაგიმალავთ. ყოველ შემთხვევისთვის დაგიმალავთ ამავე სხდომაზე რომ დაიწყე, გამოკითხვა მაშინაც კი დამიმალე. შეიძლება. ეხლა რა შეეხება იმ არასწორ ინტერპრეტირებას გიდასტურებთ, მე არ მაქვს არც ერთი სოციალური ქსელი და ბუნებრივია ვინ რა სურათებს დებს და რა სტატუსებით ამას მოკლებული ვარ ამ შესაძლებლობას. მეორეც კიდევ ასევე გიდასტურებთ, რომ ზუსტი თანამდებობა შესაძლოა იმ ნაწილში, რაც საქმეში იდო და რაც გვაძლევდა კონსულტანტის თუ ჩევლის შეფასების შესაძლებლობას, ჩვენ მეტიმოცემულობა იმ საქმეში არ აქვს. გამომდინარე, კომერციული დირექტორი შესაძლოა არის თუ ეხლა არის ჰოლდინგის კომერციული დირექტორი თუ ხო, ნუ ცოტა ეხლა ხო გაიგეთ რომ ის დირექტორია რუსთავია. აი ეს ხო გაიგეთ. ხაბატონო ქეთი. მოდის ესე და მე ცოტა შეგაწყვეტი. როგორ უნდა დაგიჯერო? ეს ყველაფერს რო თავი დავიღოთ. ეს ხო გაიგეთ ის დირექტორი. ხაბატონო ქეთი. მეგობარი უახლოესი. დამშვიდით თუ შეიძლება. აი რუსთავი არის ხაბატონო ქეთი. და ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნაზე ერთადერთი ავტორიზებული პირი, კაცო, რაზე ვლაპარაკო? ერთი წამი თუ შეიძლება. თუ გინდა სასამართლო. ამათ თუ თქვენთვის ის კაცი საქმეში. ერთი წამი თუ შეიძლება. დიახ, ის კაცი ამ საქმეში არის მოწოდებული. დაზარალებული არ არის? დაზარალებული ამ ეტაპზე არ არის. რას ნიშნავს არ არის? საქმეში არ არის. რუსთავიორი ხო არის დაზარალებული? მე აბა ვინ არის? რუსთავიორი დაზარალებული ხო არის? რუსთავიორი თუ დაზარალებულია ზაზა გველესიანი, მისი წარმოადგენელი, ერთადერთი ავტორიზებული პირი, რომელსაც შეუძლია ზიანის ანაზღაურებაზე საჩევი შეტანა, რანაირად არ არის მხარის წარმოადგენელი, ბატონოჩა, რას მეუბნებით? მე ხო ვიცი რომ თქვენ შეუძლებელია ეს არ იცოდეთ.
თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. სხვა მოსამართლეს ამას კი არ მეტყოდით. თქვენ გეუბნებით. მომისმინეთ ერთი რამე რა, ძალიან აღარ აზრია. ამას მოუსმინეთ. მაშინ მარტივად გეტყოდით, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებს. თქვით რა მნიშვნელობა ამის ლაპარაკს ამის ლაპარაკს ერჯობია ბატონელაშა და წერილობით მოგეცეთ დასაბუთება შოკის მომგვრელ რაღაცებსა წერილობით არა სირცხვილია მაყურებელი გაჩნდება არის გადაწყვეტილება მაყურებელი გუყურებს და სირცხვილია ჯობია ბატონო არ ვადმაყოფილებ ნახვამდის ეგ ჯობია დამიჯერე ერთი წამი ბატონიკა მოიმკითხოთ ლაშა ჩიკვაძის რეპუტაცია წარმოუდგენელი ტექსტია მოსამართლის პირიდან და საინტერესოა რომ დაცვის მხარე სასამართლო რეპუტაციაზე ზრუნავს დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ სასამართლოს საკუთარი გადაწყვეტილებებით იზრუნებს საკუთარ რეპუტაციას. ეს მეორე ნაწილი. ჯერჯერობით არ ჩანს. ნუ ეს შეფასება თქვენია და მე პატივცემ თქვენი შეფასებით არ ვილაპარაკოთ. თქვენ გქონდეთ თქვენი აზრი. საზოგადოება უკეთ განჯის რა და როგორ. ეხლა რაც შეეხება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში რა ფორმატითაც არის წარმოდგენილი, დღეს მოცემულობიდან ის შესაძლოა სხვა პოზიციაზეა, ხვალინდელი მოცემულობით შესაძლოა საერთოდ არ იყოს ამ ზიანის ანაზღაურების ნაწილზე რომ ბატონონიკა ზიანის ანაზღაურების ნაწილსაც შევეხები აუცილებლად რაც მდგენელი არ არის მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მხარეს აქვს უფლება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდაოს მათ შორის იუდიციაზე ვსაუბრობ ფაქტების დადასტურების ნაწილში იმ გადაწყვეტილებაში თუ სწორად წაიკითხავთ განიხილება შესაძლებლობა და არა მტკიცებითი მხოლოდ კრიტერიუმი რომ მხოლოდ ეს არის აუცილებელი მდგენელი სწორად წავიკითხე ბატონო სწორად წავიკითხე ბატონო ლაშა და მაგ პრეტენზია რა თქვენზე უკეთ საფიცი სამოქალაქო სამართალი სისხლზე ხო არ გეუბნებით სწორად წავიკითხე და ეს არის პრაქტიკის ჩამოყალიბებელი გადაწყვეტილება რომ ითვლება ფაქტები დადასტურებულად მიზობრივ კავშირი დადასტურებულად პირდაპირ მუხტუწერი რა თქმა უნდა გადაწყვეტილება და ზიანის მოცულობაც კი დადასტურებულად ითვლება მე კი არ გეუბნებით რომ თქვენ გარეშე შემოიტანს და თქვენ უქმნით წინაპირობას ეხლა მეტყვით რომ გადაუგზავნე უკვე განაჩენია ამაზე მე არ მithქვამს თქვენ რაცაც გამოიტანთ თქვენი მეგობრის სასარგებლოდ ეს იმუშაობს ეს დაშვებაა მარტო საკმარისო ინტენსიურად არ ჩანდეთ ეს არის თქვენი მოსაზრება მოსაზრება რა შეიძლება ფარული ჩანაწერი მოგიტანოთ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების აცილება ფარული ჩანაწერებით ხდება ბატონისა ლაშა აი ამ ვითარებაში მაშინ მითხარით ჰიპოთეტურად მითხარით აბსოლუტურად დავწმუნდი ზუსტად იმ გარემოებაში რაც გახდა აცილების საფუძველი რა გაჭიანურება დავჭები 9 საათამდე თუ გნებავთ თუ მოწმეები მოვლენ საერთოდ არა მაქვს პრობლემა არა ბატონლაშა მარტივად გეკითხებით რა წინა რა აბსოლუტურად კავშირში არ არის საერთოდ არ არის კავშირში მოშველებული მაგასო ერთ-ერთი ფაქტორია მაგას არ ვეყრდნობი ბატონლაშა ჰიპოთეტურად მითხარით ძალიან თქო ჩემთვის ეს იქნება ყველაზე კარგი დასაბუთება ჰიპოთეტურად მითხარით ამ ვითარებაში აი როცა ეს არის რაც მე დაგისაბუთებ რა არის საჭირო რომ თქვენ აგეცილებით აი პირობითად რა უნდა წარმომედგინა რომ თქვენ დაგეკმაყოფილებიდეთ აცილების შუამდგომლობა ჰიპოთეტურად რომ მითხრათ თუ შენ რომ გამიმარტოთ რომ ვერ ვიგებთ და რომ მითხრათ სხვა დროს როგორ მოვიქცე შესაბამისობაში აცილების საფუძველთან ნებისმიერი ანუ მაგალითად თქვენი საუბარი ზაზა გველესიანთან რომ მომეტანა რუსთავის საქმეზე როგორ არის მოსმენა დაგიყენოთ ბატონო მოსმენა დაგიყენოთ ბატონლაშა მოდით ახლა დაუბრუნდეთ მე არ ვიცი თქვენ რა მოგიტანათ იმან ვინც მოსმენებს აყენებს მაგრამ მე მოსმენას ვერ მოგიტანთ ვერასდროს და არც გაკადრებთ და არც მოგიტანთ არც იმ ფაქტის განხილვა მიკადრებია არც ერთხელ არც ტელევიზიით მათ შორის რაც ცირკულირებს თქვენზე აი ამ იურისტებს და 1000 კაცს კითხეთ რა ცირკულირებს თქვენზე იცით თქვენ ცხოვრებაში არ მithქვამს ახლაც არ მithქვი იმ შემთხვევასთან დაკავშირებით არაფერს ესეც ცირკულირებს კი ხო იცით რომ ცირკულირებს საზოგადოებაში არსებობს უფლება ხო დიახ და მე არის ობიექტური შეფასება ამის ასე რომ პრობლემა არ არის იცირკულიროს და გიახაც განაცხადეთ მე არ ამბობ პრობლემა თქვენთვის შეიძლება ის არ არის ჩემთვის პრობლემა ეს არის ბატონაშა უფრო სწორედ რაც ახლა თქვენ აკეთებთ ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე აიცილებთ ვაია არ აიცილებთ ვაი და უია ოღონდ თქვენთვის პირდაპირ გეუბნებით იმიტომ პირდაპირ მეუბნებით პირდაპირ რომ დაინტერესებული მხარის უქმნით წინაპირობებს კი ბატონო მე ამას გამომიყენებ თქვენ წინააღმდეგ ძალიან დიდი სიამოვნებით და უმძიმესად პირდაპირ გეუბნებით დიდი მადლობა მადლობის რა შეიძლება საკითხს და თავად შუამდგომლობას ძალიან ღიად ვაფიქსირებ რომ
მხარეს რა თქმა უნდა აქვს ნებისმიერი ფორმით გამოხატოს თავისი პოზიცია, ხშირ შემთხვევაში ბოროტადაც ისარგებლოს ამ შეფასებით, რომ ეს მისი აღქმა, თუმცა სასამართლო ამ აღქმას ბოროტად ვისარგებლოთ? ზოგადად. არ ზოგადად რატო ამბობთ იმას? ბატონი მაშინ დააკონკრეტეთ ბოროტად ვისარგებლეთ თუ არა ჩვენ? შესაძლოა თქვენ გაქვთ ესეთი შეფასებები სასამართლოს მიმართ თეორიულად მიუკერძოებლობის ნაწილში. ან ბოროტად ვისარგებლეთ თუ არა? თქვენ რატო ახსენეთ? ბოროტად ვისარგებლოთ, ხო თქვით? მე ჩემს მნიშვნელოვანია ბატონაშა თქვენი დამოკიდებულება. ბოროტად ვისარგებლეთ თუ არა? ჯერად თქვენი შეფასება. იმიტომ რომ ეს აბა რა საჭირო ეს გენერალური ფრაზები? უკაცრავ. შრომგებლობაში არის ბატონიკა და რა ბოროტად სარგებლობა? ზოგჯერ რომ ხარები ამას ბოროტად არ უნდა ისარგებლონ თქო, ვამბობ და ამას არ ვაკეთებ. აბა მე რამე განსხვავებული ვთქვი. დიახ, თქვენ. ზოგჯერ ხარები ზოგადია, თქვით ჩვენი შემდგომლობის არ დაკმაყოფილების კონტექსტში, ბატონო. დაპირ გეტყოდით რომ არა, ისეთი რაღაცები წარმოგერიდოთ, ეხლა რა თქმა უნდა არ მოგავ. ჯერა რომ არ მოგერიდებ. ერთი წამი დავასრულოთ. ნუ გამომდინარე 59 მუხლის დანაწესიდან, რაც ექვეპუნგზე არის მითითება, არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის სასამართლოს ობიექტურობასა და მიუკერძოებულობას. უცებ რო აიციო. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით ეს არის მხოლოდ მოსაზრება და ვერ გახდება სასამართლოს შემადგენლობის აცილების წინაპირობა. რა არის აღნიშნულიდან ის ფოტოებიც მოსაზრებაა? ერთი წამით, მე დავხატე? ერთი წამით. დავასრულოთ და შემდეგ თუ გინდათ თომის მერე ვისაუბროთ. არა, ხო, მაშინ ისმინეთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ხელმძღვანელობის სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 59 192 მუხლებით ადგილზე თათბირით ადგეს დაცვის მხარის მოთხოვნა სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფრთხოების გამო. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ შემოჯამებელ გადაწყვეტილებასთან. თუ დღეს გამომდინარე იქიდან რომ მეტი მოწმე არა, მოწმეებთან დაკავშირებით უნდა გავაკეთოთ, განცხადებაც უნდა გავაკეთოთ. არც იყო არ არის, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. რაც ეხა ბრალდება თქვა ძალიან დიდი ბოდიში, რომ გასაგები ეხა ყველაფერი ჩემს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უნდა გამევლო აუცილებლად, აიცილებლით, ხო აიცილებლით და არა და შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო განვითარება ქონდეს ამის გამო ამ საქმეს, მაგრამ ეხა რა კი აქ ვართ უკვე უნდა ვილაპარაკოთ, ხო, ამ თემაზე გავაგზავნოთ პროცესი. რაც შეეხება მოწმეებს. ბატონო მოსამართლე, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ანუ არიან მოწმეები, რომელიც მე დასაკითხად ვჭირდება უფრო ადრე, ვიდრე სხვა მოწმეები, იმიტომ რომ მაგ გათვლა მათგან იმგვარი ფაქტების მოპოვების, რომელიც მე უნდა გადავამოწმო სხვა მოწმეებთან. ამიტომ ჩვენ სრულიად კეთილსინდისიერად დროულად იმედია დამეთანხმება ორშაბათს დილით ვაცნობეთ სასამართლოს, ვინ გვჭირდებოდა მოწმეების სახით. ეხა მოვლენ თუ არ მოვლენ, ანუ სასამართლოს აქვს მხოლოდ ბერკეტები, რომ იძულებით მოყვანა გააკეთოს და ანუ უწყება გაუგზავნოს, იძულებით მოყვანა გააკეთოს. დამარტება რომ გავაკეთოთ ფაქტებთან დაკავშირებით, რა ხდება, იმიტომ რომ ბრალდების მხარე შეეხო.